კარგი, მოკლედ, დღესაც გვაქვს დამატებითი სემინარი. საბოლოო ჯამში უნდა ავაწყოთ აი ესეთი პროექტი და საკმაოდ საინტერესო დავალება, იმიტომ რომ უკვე 3 ზომა გვაქვს, ან ტელეფონის, ტაბლეტის და კომპიუტერის და ყველაზე საინტერესო ნაწილი აქ იქნება ალბათ აი ეს სექცია. აქ სულ სხვანაირად ჩანს, აქაც და აქაც მსგავსად არიან. ისევ და ისევ, ჩვეულებრივად ჯერ ავაწყობთ HTML-ს, მერე CSS და მერე თითოეულ ეკრანის ზომისთვისაც მოვარგებთ. მაგრამ სანამ გადავალთ ახალ თემაზე, უბრალოდ ამის გაკეთებაზე, მინდა აგიხსნათ ერთი საინტერესო პროფერტი CSS-ში. აი მაგამდე ჩვენ თუ გვინდოდა რაღაცა სურათის ჩასმა, ჩვენ ვიყენებდით image text, ხო? და აქ ჩვეულებრივად ვწერდით source. მაგრამ ზოგი არის ისეთი შემთხვევა, სადაც გვაქვს რაღაცა კონტეინერი, მაგ კონტეინერს ადებს სურათი და ამ სურათის ზემოდან გვინდა დავწეროთ რაიმე ტექსტი. წინა სემინარზეც და ლექციაზეც ვნახეთ, რომ მსგავსი დავალებები შეგვიძლია გავაკეთოთ position absolute-ით. ორი ვარიანტია, გინდათ შექმნით რაღაცა კონტეინერი და მასში ჩასვით სურათი და position absolute-ით შეაგდეთ ტექსტი. მოდით განახევთ, მაგრამ აი აქ უბრალოდ რაღაცა სურათი ვნახე, მარჯვენა ღილაკით წამოვიღე მისი ადრესი. სურათი თვითონ არ დავაკოპირე და ამიტომ აქ source-ში ჩავსვავ ამას. სანამ source-ში ჩავსვავ, მოდით რაღაცა box-ი შევქმნათ ჯერ. რაღაცა box-ი, ამის შიგნით რო იყოს image-ი, ამის source-ი ეგ იყოს. არ შეიძლება რატომაც. ხო. ალბათ თავიდან წამოვიღოთ copy image ადრესი. ასე. კი ბატონო, მუშაობს. ახლა თუ გადავალ CSS-ში, აქ ლინკით შემოვიტან ამ CSS და ეგ დავწერო box-ი თვითონ თავარი div იყოს position relative და შიგნით კიდე იყოს რაღაცა ტექსტი, მაგალითად, h1 car უბრალოდ რო დავწერო და თვითონ h1 რო იყოს position absolute და გასწორდეს აი ამ div-ის მიხედვით. ანუ top 50%, left-იც 50%, ამისი სადღაცა მარცხენა ზედაკუთხე უკვე ცენტრშია და თუ გვინდა საერთო ცენტრში ჩავსვათ, მაშინ transform-ი უნდა გამოვიყენოთ. Translate -50%, -50. ჩაჯდეთ. ახლა შეიძლება ცენტრში არა იმის გამო, რომ თვითონ სურათს აქვს რაღაცა თეთრი ნაწილი და ასე შემდეგ. მაგრამ პრინციპს მივხვდით. ერთი ვარიანტი არის ეგ, რომ თვითონ ტექსტი გახადოთ position absolute-ად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ აი ძალიან ბევრი ტექსტი ამ h1-ის გარდა, კიდევ სპანები გაქვთ, div-ები და ასე შემდეგ. მეორე ვარიანტი არის, რომ ეგ ყველაფერი ჩვეულებრივად დატოვოთ და position absolute-ად მისცეთ სურათი უკან. მაგრამ უკეთესი ვარიანტიც გვაქვს. მოდით საერთოდ ეს image tag-ი აქედან ამოვშალოთ და box მივცეთ რაღაც სტილები, მაგალითად ვიცი იყოს 30 რემი, height-იც 30 რემი და border-ი მივცეთ, რომ დავინახოთ სად მთავრდება 4 pixels solid black. კი ბატონო, და ახლა თუ დავდგებით და დავწერთ background image და მერე URL-ს, აქ ჩვეულებრივად მიუთითებდით აი image folder-ი და ასე შემდეგ, მაგრამ ისევ რადგან ჩვეულებრივ ლინკი მაქვს, ასე ჩავსვავ და უკან დაედება ფონი. ანუ აქ ყველაფერი შემიძლია ჩვეულებრივად ჩავწერო, თითქოს სურათი აქ არც არის და ამის ბოლოში თვითონ დაემატება. ამ სურათის პარამეტრების შეცვლად შეგვიძლია, მაგალითად background size-ი რო იყოს 100 პიქსელი, დაუშვათ. ნახეთ რა იზავს, 100 წელს შეავსებს, მაგრამ დანარჩენებს თავიდან ჩავსვავს, ანუ რო ცარიელი სივრცე არ იყოს, გადმოაკოპირებს ამ image-საც. ეგეთი რაღაცა თუ არ გვინდა და გვინდა რომ მარტო ერთხელ ჩაისვოს ეგ სურათი, მაშინ არის background repeat-ი. მისცემთ no repeats და მხოლოდ ერთ ადგილას ჩაჯდება. კიდე არის background position-ი. ტოპი უკვე ჩვეულებრივად ასეა, შეგიძლიათ ცენტრშიც ჩასვათ და bottom-შიც ასე მიუთითოთ. თუ აი კონკრეტულად გინდათ მიუთითოთ, აი სად უნდა იყოს ჩასმული, ხო? ნახეთ რა შეგვიძლია ვქნათ, დავწეროთ top-იდან
იყოს დაშორებული 5 რემით და left-იდან იყოს დაშორებული მაგალითად 5 რემით და კი ბატონო 5 5 თუ გვინდა ზუსტად ცენტრში ჩავსვათ, აი მაგალითად x ღერძზე რომ ზუსტად ჩავსვათ, ხო, შუაში. დაწერეთ 50%. როდესაც ჩვენ position absolutes ვიყენებდით, გახსოვთ ხო, რომ გჭირდებოდა აქ ტრანსფორმი, იმიტომ რომ ზუსტად არ სვავდო შუაში, მაგრამ რაც შეეხება background position-ს, ამას აღარ სჭირდება ამ ტრანსფორმის მიცემა, ვერც მივცემთ, იმიტომ რომ ამას რომ მივცე ტრანსფორმი, თვითონ მთლიანი ბოქსი გაიწევა. ამიტომ თვითონ ამ ყველაფერს შუაში სვავს. შემიძლია აქ bottom 5 რემის დავწერო და ეს ასე ჩაჯდება. არ არის აუცილებელი, რომ ერთი მიუთითო მხოლოდ background image-ი, აქ რო URL-ი მორჩება, ნუ სად არის? მძიმეს თუ დავსვავ, კიდე ერთს მიუთითებ, თუ positions მარტო ასე დავტოვებ, ეგ ნიშნავს, რომ ამ ორივეს ექნება ერთი და იგივე პოზიცია, მაგრამ თუ აქაც დავსვავ მძიმეს და დავწერ სხვა position-ებს, მაშინ პირველი URL-ის პოზიციები იქნება ეს, მეორე URL-ის ეს და ასე შემდეგ. ეგ ერთი ვარიანტი, ახლა 100 პიქსელის მაგივრად ერთი დავაბრუნოთ უკან როგორც იყო. ნახეთ, ბოლომდე არ არის ჩასმული, ხო? რაღაცა სივრცე რჩება. ამისთვის, ნუ გვაქვს cover-ი რას იზავს? ნუ ისევე ახლა სურათი არის ცოტა დამახინჯებული და მაგიტომ. და აი ეს მოუშვერთ. всё, აი მაგის გადმოსწორდა აბა cover-ის გარეშე და ასე. მოდი უფრო სხვა ის მივცეთ ზომა, რომ უკეთ გამოჩნდეს ეგ ყველაფერი. 80 ესეც იყოს 90 კი არა და ცოტა სხვა ფერები მივცეთ და უკეთ გამოჩნდება ეგ ყველაფერი. ხო, რატომღაც ზუსტად დავასვი, მაგრამ ერთი სიტყვით რის თქვა მინდა. background size cover-ი როცა გვაქვს მითითებული, არსად არ დატოვებს ცარიელ სივრცეს. მოდით ეგ წინა მაგალითზე რომ გამიხილოთ, უკეთესად გამოჩნდება. აქედან კი არ ვნახოთ ეგ, ესეც წავშალოთ და აქ ჩავსვათ image source-ებში, ეგ ჩავსვათ, აი, всё, აქ უკეთ გამოჩნდება. ნახეთ, როგორც აქ იყო background size-ი, ჩვეულებრივ image-ის tags აქვს object fit-ი. და თუ არ გინდათ რომ ესე ცარიელი სივრცეები აქ დარჩეს და ბოლომდე შეავსოთ სურათით ყველაფერი, მიუთითეთ cover-ი. რით არის კარგი cover-ი? რა სჭირს ამას ეწამე? ვიცი 100%. და всё, cover-ით. ერთი წამით. ხო, არ ვიცი რატომ შვება ამას. აქ image-იც დასეივებული მაქვს, მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ ეგრე გეტყვით, რომ როდესაც თქვენ წერთ covers, ისე ზრდის სურათს, რომ არ კარგავს მაგის მასშტაბსა და ფორმატს. ანუ არც გაიწელება და არაფერი არ მოვა და ყველაზე კარგი იდეაში არის cover-ი. თუ თქვენ გამოიყენებთ fills, fili პირიქით გააფუჭებს მაგის პროპორციებს, მაგრამ ბოლომდე შეავსებს მთლიან კონტეინერს. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე კარგი ამათ შორის არის cover-ი. აქაც ანალოგიურად cover-ი იმუშავებს და სურათებზე შეგიძლიათ ამაღად ეგ გამოიყენოთ. contain-იც არის, მაგრამ ნუ ყველაზე გამოყენებადი ისევ და ისევ არის cover-ი. ჯერ მითხარით, რამე გავუგებარი ხომ არა? So, კარგით. მე ისე ვივარჯიშე თქვენით. ცოტა არასწორი სურათი შევარჩიე და მაგიტომაც ზუსტი ზომები ვერ მიუთითებ. შევხედოთ ახლა ჩვენ ვებგვერდს, Zeppelin-ში გადავიტანე ისევ სტანდარტულად და დავიწყოთ ჯერ მობილურით და მერე გადავიდეთ ტაბლეტზე, დესკტოპზე და ასე შემდეგ. ჯერ შევხედოთ სტრუქტურას, ხო? ნახეთ, ეს არის ლოგო. ოკეი? და აშკარად გავს headers. ამიტომ ეგ ნაწილი შეგვიძლია ჩავსვათ header-ში. დაბლ რო ჩავიდეთ, ეგ უკვე აშკარა footer-ი არის. ამიტომაც აქ გამოვიყენებთ footer tags. და ეს მთლიანი კონტენტი, ანუ ვებგვერდის ძირითადი კონტენტი იქნება main-ი. მე რო შევხედოთ, ეს არის როგორც hero section-ი, ხო? ძირითადი რაღაცა საწყისი სექცია. ესეც არა div იქნება section-ი. ესეც რაღაცა section-ია, კიდევ რამე რა ყოფილიყო, ესეც section-ი იქნებოდა და ასე შემდეგ. ისევ div-ებითაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ ამ
tag-ებს უკეთეს სტრუქტურასაც მივაღწევთ და search engine-ებისთვისაც უკეთესი იქნება ჩვენი ვებგვერდის გაანალიზება. კარგი. Ну, ჩვეულებრივი სტილები ჯერ მაგ შემოტანილი, დავუწეროთ default სტილები, რომ padding 0, margin 0. შეიძლება box sizing-ი რო არ მეწერა, მაგიტომაც არ აკეთებდა იმ სურათს კარგად, მაგრამ ну, არ აქვს ამას მნიშვნელობა. და დავიწყოთ body-დან. ჯერ body ერთი ფერი შევუცვალოთ, უცებ აქ თუ დავაწვევი სადღაცას, ხო? აი ამის ფერიც მიქნება. გადმოვაკოპირებ ამას. ჩავსო. ოკეი, ну, ძირთად თეთრია, მაგრამ ცოტა შეიცვალა ფერი და body-ში პირველი რაც გვინდა რომ შევქმნათ არის header-ი. Header-ის მერე იქნება main-ი, დაიმახსოვრეთ რომ main-ი ვებგვერდზე ერთი ცალი უნდა იყოს, header-ი შეიძლება ბევრი იყოს, footer-იც, section-იც, div-იც და ასე შემდეგ, მაგრამ main-ი ყოველთვის ერთია. Footer-იც ერთი და აბა ვნახოთ სურათები თუ მაქვს შემოტანილი, კი ანუ გადმოვიწერე ის WinRAR-ის ფაილი და იქ ბევრი ფაილი იყო, მაგრამ კონკრეტულად აქედან მინდოდა ესეც, სადაც სურათები არის შენახული. და ნახეთ ეგ რადგან ლოგო არის, ხო, ლოგოს სახელი. Ну, შემეძლო ამაზე ან tag-ი გამომეყენებინა, ან span-ი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ უკვე გვაქვს ამ ლოგოს SVG, ამიტომ პირდაპირ მაგ SVG-ს გამოვეყენებ. SVG რა არის? ხო, გვაქვს ჩვეულებრივი სურათები, PNG, JPG, JPEG და ასე შემდეგ, ხო? მაგ სურათებს როცა ვზრდით, ხო? ნელ-ნელა ეკარგებათ ხარისხი, ჩნდება პიქსელები და SVG სხვანაირად მუშაობს, ანუ ჩათვალეთ თქვენ ბრაუზერში იხატება და რა ზომისაც არ უნდა გახატოთ, ყოველთვის იქნება იდეალურ ხარისხში, იმიტომ რომ მაშინ დაიხატება და всё, ანუ არც პიქსელი იქნება, არაფერი. ამიტომაც ბევრ სურათს და რაღაც აიკონებს იყენებენ SVG-ებად, რადგან ან დიდ აიკონს გახდით თუ პატარა აიკონს არ აღნიშნულობა, ყოველთვის კარგი ხარისხი ექნება. ამიტომაც ზოგი სურათი აქ JPG არის, ზოგი კიდე PNG. Ну, ჩვეულებრივად image tag-ით ვიყენებთ ამ ყველაფერს. გადავიდეთ ახლა ასეტებში. აქ ვნახოთ logo. alt text-დაც დავუწეროთ logo, დავასეივებ და კი ბატონო, ჩვეულებრივი რაღაცა სურათია. Headers იდეაში მოვჩით. ახლა გადავიდეთ main-ზე. ეს არის ერთი section-ი, ხო, რაღაც საერთო. ამიტომ აქაც შევქმნი sections და კლასი მივცეთ მაგალითად hero section-ი. Heroes ეძახიან აი მთავარ, ანუ პირველ სექციას, რომელსაც ხედავთ და ნუ ძირითადი ინფო არის განთავსებული. ეს არის h1, ხო? h1. რადგან ვებგვერდზე ძირითადად ერთი h1 გვაქვს, სულ კლას ამას აღარ მივცე. გადმოვაკოპირებ ტექსტს. დავლა ჩვეულებრივი ტექსტია. ამიტომ ამასაც ასე გადმოვაკოპირებ. კარგი. მორჩა ეს ერთი სექცია, გადავიდეთ შემდეგზე. აქ რა არის მოცემული? ნუ რაღაცა ტელეფონის სურათი და ფერების ფასები და საშუალება დაყენება და ასე შემდეგ. ამიტომ ამას დავარქვათ section-ი, offer section-ი. ასე. ეს ნაწილი იყოს ერთი div-ი კონკრეტულად და ეს იყოს მეორე. ამ ერთ div-ში იქნება ეს ერთი სურათი, მეორე div-ში კიდევ იქნება ეს სათაურიც, ტექსტიც, ღილაკები და ასე შემდეგ. ჯერ სურათს არ შემოვიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ხელს შეგვიშეს. მერე დავამატებ, მაგრამ სიმარტივისთვის შევქმნი აქ ჯერ divs და დავარქვებ mobile section-ი კი არა და დავარქვათ როგორ mobile container-ი დავარქვათ. container და მეორე div-ი იყოს, ნახეთ, აქ დეტალები წერია რაღაცა, განმარტება, description-ი, ფასი, ღილაკები, ამიტომ ამასაც დავარქვევ details. ამის შიგნით, ნახეთ, ეგ ხო უკვე მეორე ხარისხოვანი სათაურია, ძირითადი ეგ იყო, ხო? ამიტომ ეგ იქნება h2. კიდევ რა მინდა დაიმახსოვროთ, როდესაც სექციას ქმნით, სექციაში აუცილებლად უნდა გქონდეს ერთი სათაური. ანუ ეს იქნება h2, h3 არ აქვს ამას მნიშვნელობა, ანუ სათაური უნდა გქონდეს. აი დაიწყო რაღაცა სექცია. რისი სექცია? ნუ აქ პრემიუმ რაღაცა EQ სექცია არის. დაბლა რო იქნება, აი თუნდაც კურსები ხო, იქნება h2 კურსის და ასე შემდეგ. ანუ სათაური სჭირდება. რო არ დაუწეროთ, არაფერი არ მოხდება, მაგრამ ნუ წესი არის ესეთი, რომ სათაური უნდა მიუწეროთ. ნუ ამასაც ახლა გადმოვაკოპირებ
დაბლაც იყო რაღაცა პარაგრაფი. ასე, ამას მივცეთ კლასი description-ი, description. ესეც ასე ჩავსვათ. ამას რატომ მივეცი კლასი? იმიტომ რომ დაბლაც ეს 4-იანიც პარაგრაფია და მაგიტომ ორივე სხვადასხვა სახელს მივცეთ. ამასაც დავუწერთ pricing-ი ან price-ი როგორც გინდათ, pricing და ეგ იყოს $4 თვეში, ხო? ასე წერია. კი ბატონო. და ორი ახალი თეგი გვაქვს, ჩვენ არ გვინახავს ეგენი ჯერ, ალბათ, ხო. ეს არის ღილაკები, ბათანები. ბათანების გასტილვაც ჩვეულებრივად შეგვიძლია. ნახეთ? ეგ კი არის ორი ღილაკი, მაგრამ შეგვიძლია ეგ ყველაფერი ჩავსვათ როგორც ერთ კონტეინერში, იმიტომ რომ ცალკე რაღაცა ნაწილივითაა და მაგად მივცეთ რაღაცა მე საერთო სტილები. ამიტომ დეტეილების შიგნით კიდევ ერთ კონტეინერს შევქმნი, რომელსაც დავაწერ download buttons ასე და შიგნით მექნება ღილაკი და დაბლაც ღილაკი. აი დავასეივებ, ჯერ არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ ტექსტი არ მიმიცია. აქ დავწეროთ iOS download. ხო, ეგრე წერია. ხო, iOS download და აქ Android download. და ჩვეულებრივ აი ღილაკიც შეიქმნა. აი დაჭერაზეც რაღაცა ეფექტები აქვს და გადატარებაზეც აქ ეგ ყველაფერი. კარგი პრაქტიკა იქნება თუ ამ ბათანის ტიპებსაც მიუწერთ, რომ მაგისი ტიპი კონკრეტულად არის ჩვეულებრივი ღილაკი. ჯერ ეგ არაფერს არ შვება, მაგრამ შემდეგ ლექციებზე რომ გადავალთ კონკრეტულად დომზე მიხვდებით, რომ ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ამიტომ თავიდანვე მივიჩვენეთ, რომ ჩვეულებრივ ბათანს მისცეთ ტიპი ბათანი. ეს ნაწილიც გაკეთებულია და გადავიდეთ ახლა ფუტერზე. ფუტერსაც ჩვეულებრივად ისევ აქვს ეს იმიჯი. აქ მივცეთ რა ასეთები. ლოგო, ისევ ლოგო. ოკეი. დაბლა ესეც არის ჩვეულებრივი პარაგრაფი, გადმოვაკოპიროთ ეგ. ასე, პარაგრაფი. და ბოლოს გვაქვს აი ეს სოციალური ქსელების ლინკები, მოდით ეს ბარემ ბოლოში გავაკეთოთ, ჯერ არ გვინდა. და დავიწყოთ ჩვეულებრივი სტილებით. ნახეთ, წინაზე გამოვიხილეთ, რომ ყველაფერი კარგი იქნება თუ იქნება გაწერილი რემებში. და ცოტა იმაზე ვწვალობდით, რომ აქედან მოგქონდა სტილები, მერე გადავყავდა იმ საიტში, ანუ პიქსელები გადავყავდა რემებში და ასე შემდეგ. მოდით დღეს ცოტა გამარტივებულად ვიმუშაოთ და თვითონ HTML-ში დავწერთ, რომ default font size იყოს 62.5%. ასე შევამოწმოთ სწორედ მაგადა. კი ბატონო. ეს იგივეა რაც 10 პიქსელი, ანუ ეს რომ მიუწეროთ 10 პიქსელი, ხო? მაშინ იუზერი თუ შეცვლის მაგას, აი medium შრიფტზე, large შრიფტზე და ასე შემდეგ, თქვენი ვებგვერდი არ შეიცვლება, მაგრამ ასე პროცენტულად თუ მიუთითებთ, ეს იგივეა რაც 10 პიქსელი, ოღონდ დინამიურია. იუზერმა რომ შეცვალოს პარამეტრები, უკვე ყველაფერი შეიცვლება და თქვენ თუ ადრე წერდით, რომ ერთი რემი არის 16 პიქსელი, ახლა იქნება 10 პიქსელი. რისთვისაა კომფორტული? რისთვის და მაგალითად იქიდან თუ მოგვაქვს ზომები და არის 44 პიქსელი, 44 გაყავით უკვე 10-ზე, მიღებთ 4.4 რემს. და აღარ მოგვიწევს ეს 1000 გადაყვანა და უბრალოდ ვნახავთ ზომებს, გადმოვიტანთ. გასაგებია ხო ეგ ნაწილი? და მაშინ დავიწყოთ, ხო გასაგებია რა მithქვით. всё, კარგი. ოკეი. დავიწყოთ მაშინ ჰედერიდან. ნუ პირველ რიგში შევხედოთ ამის დაშოვებას, ხო? ფედინგითაა ეგ გაკეთებული. შეგვიძლია body-ს მივცეთ padding top-ი ან headers-ს, მაგრამ მოდი headers-ს მივცეთ. ანუ მარცხნიდან არის 24 პიქსელი, აქედან არის 40 პიქსელი. ნუ თუ მარცხნიდანაა, მაშინ მარჯვნიდანაც იგივე იქნება. ამიტომ დავწერთ header padding-ი და რა ვთქვით, პირველი არის 40 პიქსელი, ანუ 4 რემი. მერე გვერდებზე იყო 2.4 რემი, ხო? ხორმე შეიძლება კი ბატონო. ქვემოთ არ მინდა. აქაც 2.4 რემი. ნახეთ როგორი რაღაცა არის. აი ამ ფედინგების და მარჯინების ჩაწერის ბევრი ვარიანტი არის. უბრალოდ დავწერე ესე ფედინგ რემი, ხო 4-ვე მხარეს მისცემს. ნუ 4-ვე როგორც ჩამოწერე, ეგეც გასაგებია. თუ ორ ცალს დავწერო, პირველი არის ზემოთ და ქვემოთ და მეორე არის მარცხნივ და მარჯვნივ, ხო? მაგრამ მე თუ მიუთითებ მაგალითად 3 ცალს, აი მოდით ეს წავშალოთ ერთმანეთს. 3 ცალს. იცით რას ნიშნავს? პირველი არის ტოპი,
მეორე არის მარცხნივ, მარჯნივ და მესამე არის bottom-ი. ნუ, მაინც ეგრო დაიმახსოვრეთ. ანალოგიური პრინციპი გვაქვს მარჯინებშიც და ასე შემდეგ. იდეაში headers მოვრჩით, ხო, დაშოვება გვაქვს, მაგრამ ჯერ არ გვინდა, ჯერ მოდით დაბლითა ტექსტი ვქნათ. h1 რადგან 1 ვქონდა, კლასი არ მივეცი მაგას. ახლა ამისი სტილები უბრალოდ გადმოვაკოპიროთ და ვნახოთ რეები გვაქვს. აბა აქეთ. დავიწყოთ. ნუ სადაც ნორმალებია ეგენი წავშალოთ, ხო ვთქვით, მე text-align left-ი ნუ ისედაც აქვს. letter spacing-ი იყოს, font size-ი დავწეროთ 4 რემია პიქსელებში font size-ი მით უმეტეს არასდროს არ მიუთითოთ. margin-იც არ გვინდა და ნახეთ არც height-ი არ გვინდა და რა თქმა უნდა არც width-ი. შეგვიძლია მე ეგ ყველაფერი ვაკონტროლოთ, მაგრამ ჯერ height-ი და width-ი და ეგ ყველაფერი მოვაშოროთ. font family გვაქვს, მოდით წამოვიღოთ ეგ ყველაფერი, გადავიდეთ აქეთ. ჩავწეროთ font. ასე გავხსნათ. get fonts დავაჭირეთ, ისევ დააკვირდით, რომ შეიძლება გქონდეთ რაღაცა წინა ფონტით შენახული, ამიტომ ეს წაშალეთ და მხოლოდ ეგ წამოიღეთ და ან HTML-ის ვარიანტი წამოიღეთ, ან CSS-ის. სტანდარტულად წამოვიღებ HTML-ისას. ჩავსვამ აქეთ. წამოვიღებ ამის სახელსაც და აქეთ body-ში მიუწერ ამ ყველაფერს. გახსოვთ ხო, რასაც ნიშნავდა ეგ, რომ ძირითადი ფონტი იყოს ეს, მაგრამ თუ არ იმუშავებს, ავიღოთ აი კომპიუტერში ჩაშენებული რაიმე backup ფონტი. კარგი. ცოტა უკვე შეიცვალა ყველაფერი, ხო, აშკარად? თუ არა. და ისე არ შეიცვალა. ეგ დავასეივე. ესეც დავასეივე, ეს დავარეფრეშოთ. აი ის IBM-ი გაქვს დაკომენტარებული. მართალია. აი ისე. აი ეგ იყო ზედმეტი, უბრალოდ იქ Figma-ში და Zeppelin-ში სხვანაირად ეწერა, მაგრამ Google ფონტი გვეუბნება, რომ ასე უნდა გადმოვაკოპიროთ. Всё. იგივე არის. გადავიდეთ ახლა პარაგრაფზეც. ეგეც გადმოვიტანოთ. ნაჰედ რადგან ბევრი პარაგრაფი გვაქვს, ხო, ჩვენ პროექტში, შეგვიძლია ან იმას მივცეთ კონკრეტული სახელი, ან გადავიდეთ და რა იქვა ამ სექციას hero section, ხო, და დავწეროთ, რომ hero section-ის ჯერ ამას ჩავსვათ. hero section-ის პარაგრაფი. იქ ხო ერთი ცალი გვაქვს ესეთი, ხო? ამიტომ არანაირი პრობლემა არ იქნება. მოვაშოროთ ესენიც ჯერჯერობით. 16 პიქსელი უკვე არის 1.6 რემი. ნორმალებიც წავშალოთ და left-იც წავშალოთ. ოკეი. ახლა ნახოთ დაშოვება. ამათ შორის არის 20 პიქსელი, ანუ 2 რემია. ამასაც გავუწეროთ margin top-ი 2 რემი. ოკეი. ცოტა ტელეფონს რო დავამსგავსოთ, inspect-ში გადავალ, ამას ქვემოთ გავუშვებ, გადავალ responsive-ობაზე და მოვნიშნავ რაიმე ყველაზე პატარა მოწყობილობას, რომ ცოტა რაღაცა მსგავსი მივიღოთ. კარგი. ახლა უყურეთ. აი ეგ გვაქვს დაშორება. აქედან და აქედან. აქაც იდეაში დაბლაც დაშორება. ნუ ერთი ვარიანტი იქნება, რომ თვითონ mains ამ თელიან body-ს მივცეთ, ხო, რაღაცა გვერდითა padding-ები, რომ მაგრამ ყველაფერს რო არ გავუწეროთ, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს. რადგან ერთ-ერთი ელემენტი უკვე ბოლომდე არის გაწელილი, ვერც body-ს მთლიანად ვერ მივცემ და ვერც mains-ას, ანუ ჯერჯერობით იძულებული ვარ, რომ თვითონ სექციას ცალ-ცალკე გავუწერო ეგ ყველაფერი. ესეც რო ყოფილიყო შეგნით შეწეული, მაშინ მთლიან body-ს დავუწერდი, ამ header-საც, mains-საც და footer-საც ყველას ექნებოდა ერთნაირი დაშორება. გასაგებია, ხო? ამიტომ აქ მოდით ზემოთ დავდგები და hero sections მოვნიშნავ და დაშორება რამდენია 24 პიქსელი. padding inline-ი ეგ იგივე რაც მარცხნიდან და მარჯვნიდან იყოს 2.4 რემი. კი ბატონო. მე შეხედეთ კიდე ცოტა გაგიმარტივეთ აი ამ კოდის წერას. hero section-ში გვაქვს h1-იც და p-ც. ორივეს აქვს რაღაცა საერთო ფერი, ხო? ასე ცალ-ცალკე რო არწეროთ, ჩასვით აი ამ შობელში და ორივეს ექნება უკვე ერთნაირი ფერი. რითაა კარგი იქ, რომ ნუ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებსაც ვწერთ, მაგრამ აი დავუშვათ ფერი შეცვალა რომ მოგვიწიოს, 5 ადგილას აღარ შევცვლით და მხოლოდ ერთგან ეგ ყველაფერი შეიცვლება. ახლა გვაქვს დაშორება ამასა და ამას შორის. რა უნდა დავაშოროთ ერთმანეთისგან? არა იქ სურათი h1-ისგან, არამედ header-ი main-ისგან. ამიტომ თქვენ main-ს გავუწერთ თუ headers margin-ს არ აქვს მნიშვნელობა. ნუ მე გავუწერ აქ headers. უკვე დამოვიწყდა რამდენი იყო 64 margin.
ბოთომი 6.4 რემი. და ესეც გასწორდა. აბა ჯერ მითხეთ, რამე გაუგებარ ხომ არა, ან სწრაფად ხო არ ხსნი. всё, ძალიან კარგი. მოვჭით ამასაც, მოდით ახლა ჩავსვათ აი ეს სურათი. შეგვიძლია იმიჯი აქ დავამატოთ და position absolute მივცეთ, ან ვნახეთ ახალი მეთოდი, ხო? და ეს გამოვიყენოთ. ხო, აქვე ერთ რაღაცას დავამატებ. ნახეთ, ის სურათი, რომელიც აქ დაჯდება, ხო? შეიძლება იყოს PNG, ანუ ნახევარი რაღაცა იყოს სურათი და ნახევარი რაღაცა იყოს ცარიელი რაღაცა სივრცე, ხო? და თქვენ თუ მაინც background colors გაუწერთ, ანუ ის ცარიელი სივრცე იქნება შევსებული ამ ფერით და დანარჩენი ნაწილი უკვე იქნება ის სურათი. ამიტომ ის რომ აი colors აღარ მიუთითებ, რადგან background image უნდა დავსვე, ეგ არასწორია. შეიძლება ეგ სურათი საერთოდ არ ჩაიტვირთოს და რაღაცა ქვემოდან ხომ უნდა იყოს, ამიტომ შეგიძლიათ მსგავსი სურათი მაინც ფერი უბრალოდ მივცეთ ამას. ამიტომ ახლა გადავიდეთ აქ და დავწერთ background image URL-ი და აქ მოვნიშნოთ ესეთებში. ამას ქვია background main mobile, იმიტომ რომ ჯერ mobile-ზე ვარ და თითოეულ ვერსიას აქვს თავისი ფერი. ნახეთ ახლა აქ არის დაბლა სადღაცას. ნუ პირველ რიგში დავწერთ რომ background repeat-ი no repeat-ი, რომ ზედმეტები არ ჩასვოს. ამისი გასწორება ახლა სიმართლე რომ გითხრათ ცოტა რთულია, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცით აქ როგორაა შეწეული და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა თვალზე მოგვიძებს გასწორება. დავდგები და აქ დავწერ ჯერ რომ ამისი position-ი იყოს ჯერ top 0 და right-ი 0. მაგრამ რო დავაკვირდე, ნახეთ სად ჩასვა, ან რეალურად ცოტა დიდია ის სურათი, აი სადღაცას ამ ხელა არის. ამიტომ დავწერ მაგალითად 30 რემს, ანუ უკან შევწევ ამას. მგონი ცოტა ბევრი მომივიდა, მოდი 20 რემი დავწეროთ. აი აქ არის სადღაცას ყვითელი, ნუ ნორმალურია, 22 რო იყოს ჩემი აზრით საკმარისია და აქაც დავწეროთ აბა -40 ვნახოთ. 40 რემი. -32 რემი. ხო, აი ცოტა მსგავსია და იყოს მეტი არ გვინდა. ნახეთ ხო რა მარტივია ამის გაკეთება და ჯობია რომ ეგეთი მეთოდი ისევ და ისევ გამოიყენოთ. გადავიდეთ ახლა ქვედა სექციაზე. და პირველ რიგში რა ვნახოთ, რომ აქ გვაქვს რაღაცა div-ი, რეალურად ეს div-ი ნახეთ სადღაცას აქ მთავრდება. ნუ თქვენ თუ გინდათ ეს div-ი აქ დაამთავრეთ, ან აქ თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ თავი იდეა იმაშია, რომ ამ div-ის ქვეშ მაინც უნდა მთავრდებოდეს და რატომ? ეს რომ მომრგვალებულია, ხო? მე რომ აქ დავასრულო ეგ div-ი, ოკეი, ეს ნაწილი შავი იქნება, მაგრამ აი ეს კუთხეები დარჩება თეთრი ფერის. და ეგეთი რაღაცა რომ არ მოგვივიდეს, ამიტომ გვიწევს აი ესე ცოტა ერთმანეთში შეწევა. ამას ცოტა ბოლოსკენ გავაკეთებ, ჯერ მოდით უბრალოდ სტრუქტურა ავაწყოთ ამ ყველაფრის და შევეშვათ პირველ div-ს და გავაკეთოთ ჯერ detail-ები, ხო? detail-ები რო გავაკეთო, მოდით მოვნიშნოთ ჯერ details-ი, ან თვითონ ძირითადი div-ი რაშიც არის ეგ ყველაფერი ჩასმული და ამ div-ს აშკარად რა უნდა მივცე ფერი და padding-ი, ხო? რომ ეგ ყველა ელემენტი შიგნით შეწეული იყოს. ოკეი. რამდენია დაშორება? 36 პიქსელი და 48, ხო? ანუ დავწერთ padding-ი 48, ანუ 4.8 რემი და 3.6 რემი. ზემოთ და ქვემოთ იქნება 4.8, გვერდებზე იქნება 3.6. ფერიც ამისი ჩვენ ახლა წამოვიღოთ. ასე. ვიცი და ეგენი ჯერ არ გვინდა, height-იც არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ამ ელემენტს რო შევქმნით, მე ამ დაშოვებას, მე ამ დაშოვებასაც ასე და ასე შემდეგ, უკვე თავისი ექნება რაღაცა სიმაღლე. წამოვიღოთ ახლა ამისი სტილები. ანუ ეს არის detail-ების h2, ვიცი და height-ი ვთქვით, რომ არ უნდა მივცეთ ტექსტს. არც ეგ მარჯინი არ გვინდა, არც ეგ არ გვინდა, ეს უკვე არის 3.2 რემი. ასე. ეს bold-ი იყოს როგორ არ გვინდა, ნორმალები არ გვინდა და left-იც არ გვინდა. კი ბატონო, რაღაცა მსგავს უკვე ვიღებთ. ახლა გვინდა პარაგრაფის სტილებიც გადმოვიტანოთ. ოღონდ ამას ერქვა თუ არ ვცდები description ამ პარაგრაფს. სულ მოვიწყდება ამებსაც თან ვაკოპირებ სულ.
ისევ და ისევ ეგენი მოვაშოროთ 1.8 რემი ნორმალებიც მოვაშოროთ და ესეც ასე დაშორება ისევ ან ეს margin tops მივცენ ამას 12 პიქსელი ნუ იყოს margin top-ი 1.2 რემი კი ბატონო და ახლა შევხედოთ ამ ტექსტს მოდი ამისი სტილები გადმოვიტანოთ ამასაც მე დავარქი pricing-ი აი ესე pricing ვიცით არ მინდა ესეც არ მინდა ესე იყოს ნახეთ როგორი რაღაცა არის კი ბატონო ეს 4-კიანი სწორია მაგრამ რადგან ესეც არის PS ნაწილი და ერთ ტექსში დავწერე ყველაფერი ხო ეგ ორივე გახდა ერთი სიმაღლის რეალურად ეს მანსი მინდა რომ პატარა იყოს ნუ ორი ვარიანტია რომ ეს P აქ მთავრდებოდეს კიდევ შეიქმნას მეორე P ეგ რაღაც საერთო კონტეინერში იყოს display flex მივცე ამათ რომ ერთ ლაინზე გასწორდეს მე align items-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მე ყველაფერი რო არ ვქნათ თვითონ PS შიგნით შევქნათ span-ი პატარა ელემენტი ხო span-ი ასე დავარქვათ და ეს მასი ჩავწეროთ ახლა აქ span-ში და დავიჭიროთ თვითონ ეგ span-ი და მაგას მივცეთ უნიკალური სტილები pricing span-ი და ნახოთ აბა ამისი სტილები რა არის ეს არ გვინდა ამისი ნახეთ ერთადერთი ზომა არის შეცვლილი სხვა არაფერი ესეც ნუ line height-იც შეიძლება სხვა ჰქონდეს და ხო მეტი არაფერი კი ბატონო ეგ ყველაფერი შეიცვალა მაგრამ როგორ გავასწოროთ ახლა ყველაზე მარტივი მეთოდი იქნება რომ თვითონ პარაგრაფი უკვე გახადოთ display flex ტიპის და წარმოიდგინეთ როგორც divvy-ა ჩვეულებრივად დაწერთ რომ align items იყოს ცენტრი რომ ასე გასწორდეს და რო ჩავიდე ნახავ რომ გასწორდება და დაშორება რადგან უკვე flex ვიყენებთ არა merge-ინები გამოვიყენოთ არამედ gap-ი რაც არის 16 პიქსელი ანუ gap 1.6 რემი კი ბატონო მუშაობს ამათ შორის დაშორება არის 36 პიქსელი ბარემ ამას ხო დაუწერე margin top-ი მოდი ესე იყოს margin block-ი ხო ან margin top-ი და bottom-ი ცალ-ცალკე ანუ პირველი არის 1.2 რემი top-ი და ეს არის 3.6 რემი ანუ blocks როცა ვწერთ პირველი top-ია მეორე bottom-ი კი ბატონო ეგ დაშორებაც მივიღეთ და ახლა გადავიდეთ ღილაკებზე ნახეთ ღილაკიც ისეთი ელემენტია რომ იმდენ width და height იკავებს ნუ რამდენი ელემენტიც აშიგნით ჩასმული ამ შემთხვევაში ტექსტი უფრო გრძელი ტექსტი რო ყოფილიყო კი ბატონო უფრო დიდი ბატონიც იქნებოდა თან არის display inline ტიპის რაც იმას ნიშნავს რომ რაც არ უნდა გავწერო ყველაფერი იქნება ერთ ხაზში ნუ ერთ-ერთი ამისი გამოსავალი არის რომ თუ გადავალ აი ესე download ბატონებში buttons და მოვნიშნავ თვითონ buttons და მივუწერო ამისი width-ი იყოს 100%. მაგ შემთხვევაში კი ბატონო ერთმანეთის ქვეშ ჩავლენ. მაგრამ მაინც რო უკეთესი სტრუქტურა ქონდეს, მოდით ეს download ბატონები გავხადოთ display flex ტიპის თვითონ ეს კონტეინერი უფრო სწორად რა. ახლა ერთ ხაზში რო არ ეყონ ასე flex direction გავუწეროთ ამას column-ი ცოტა ხო არ გამედიდებინა ესა თორე ცოტა სუდად ჩანს აბა ესე აი ასე იყოს ცოტა ხანი და მე დავაპატარავებ ამას column-ი ესეც ასე შეიცვალა ბარემ დავწეროთ და gap-ი ამათ შორის ამდენია 16 პიქსელი ხო რომ margin bottom-ი არ წეროთ და ასე შემდეგ 1.6 რემი და ახლა მივცეთ სტილები თვითონ ამ ბატონებს ნუ თუ გადავალ აქეთ ცალ-ცალკე ბატონებს ჯერ არ ვნიშნავ, იმიტომ რომ რაღაცა სტილები საერთო აქვთ, ხო? ამიტომ ყველა ბატონს მოვნიშნავ, ვიცი არ მინდა, იმიტომ რომ მინდა რომ გაიწელოს ბოლომდე იქნება ეს კონტეინერი გაიზარდა, ხო? რატომ უნდა დარჩეს ეს ბატონი პატარა? წავშლი ამას, აი height-ი შეგვიძლია დავტოვოთ. margin-ი აღარ გვინდა, padding-ი, ნუ padding-ი შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა, რადგან height-ი უკვე გვაქვს მიცემული. ეს ტექსტიც შუაში იქნება და
არ აქვს მის გამოყენებას აზრი. Border radius-ი კი ბატონო 1.2 რემი და ფერი შავი არ მინდა, იმიტომ რომ ერთი შავია, მეორე არა. კი ბატონო. მაგრამ ერთი რაღაცას კიდე დაუკვირდით, რომ თავიდან ბათანს მოყვება რაღაცა ბორდერი. და ეს ბორდერი ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ აი თუნდაც ყვითელი რო გავხადო ბორდერის ფერი, ხო? ნახეთ. ამ თელად ყვითელიც არის რაღაც მომენტში, აი თითქოს 3D არის ჩრდილი აქვს თუ რაღაც ასეთი. ამიტომ უბრალოდ აიღეთ და დაწერეთ border unset. ანუ მოხსენით ბორდერი. კი ბატონო. Border unset-ის გარდა კიდევ ამას მივცე cursor pointers, რო გადავატარებ აი აქ. აი ტელეფონის view-ზე არ ჩანს. ნახეთ, აი კურსორიც იცვლება, უკეთესი იქნება თუ ასე გვექნება გაწერილი. და ახლა მივცეთ სათითაოდ ფერები. სათითაოდ ფერები რომ მივცეთ, აქ უკვე თითოეულს მივცეთ უნიკალური კლასი. ერთს დავარქვათ iOS ბათანი, ან თვითონ უბრალოდ iOS-ი როგორც გინდათ და ამას Android ბათანი. ახლა აქ დავწერ რომ iOS ბათანი, iOS ბათანს რა უნდა ჰქონდეს? ფერი, აი ეს რაღაც თავისი ფერი. ასე და Android ბათანსაც უნდა ჰქონდეს უკვე თავისი ფერი თავის ტექსტის ფერთან. ასე. ვნახოთ ჯერ ეს. iOS ბათანა დავწერე. კარგით ერთზამით. ბათანა. ნუ ბათანა არის უბრალოდ შემოკლებული, ბათანი შემოკლებული. კი ბატონო, მუშაობს. ერთადერთი ახლა ფერები მივცეთ, რომ ამისი ფერი უნდა იყოს აი ეს რაღაცა მუქი ფერი, შავის მუქი რაღაცნაირი ფერი და ამისი ფერი იყოს რაღაცა თეთრი. მაგრამ რომ დავაკვირდეთ ხოლმე ბათანის გასტილვას მარტო ბათანის გასტილვა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ თვითონ ტექსტსაც აქვს რაღაცა სტილები მიცემული, ამიტომ ამასაც გადმოვაკოპირებ და არა აქეთ ჩავსვავ, უკვე საერთო კლასში ჩავსვავ ამ ყველაფერს, ანუ საერთო სელექტორში რაც აქ ქონდა. ეგ არ გვინდა, არ გვინდა. ეს გვინდა. bold-იც გვინდა, ნორმალი არ გვინდა, text align ცენტრი იყოს. კი ბატონო. ანუ ფონტი ერთნაირია, აქვთ განსხვავებული ფერები. დავაშოროთ იყოს 22 პიქსელი, ანუ თვითონ კონტეინერს, ზედა კონტეინერს ვუთხავთ, რომ margin top-ი უნდა იყოს 3.2 რემი. კი ბატონო, დაშორდა, სანამ გადავალ აი hover effect-ზე, აი აქ თუ ნახავთ desktop-ზე აქ ეს hover effect-ი, მოდით ჯერ ერთი რაღაცა გავაკეთოთ, ჩავსვათ აი ეს აიკონები. ხო? ამისთვის ბათანში არა მარტო ტექსტი მივუთითოთ, არამედ თვითონ ბათანში შიგნით ჩავწეროთ image tag-ი და მივცეთ ამასაც რა აიკონი დავწერთ ასე iOS icon რაღაცა ასე და აქაც დავამატოთ ერთი image და აქ იყოს Android icon. ხო, ეს სწორად დავწერე. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, ერთ ხაზზე არ დგანან და დაშვებაც არ აქვს კარგი. ამიტომ ეს ბათანის გავხადოთ display flex-ი, ახლა ცოტა აირება რაღაცეები, არ შეგეშინდეთ. flex-ი. ესე გაიწელა ეგ სურათი, ეგ არ არის პრობლემა. მე რო დავუწერო უბრალოდ justify content center და align items ცენტრი, ყველაფერი გამოსწორდება. კი ბატონო. ესედეთ justify content align items center. რატომაც ეს არ გამოსწორდა თუ მეჩვენება იქ. აბა ერთი ვნახოთ. ხო. წესით ცენტრში არის. ნუ ის თვითონ აიკონის გამო ასე ჩანს და ამათ შორის დაშვება რამდენია? 8 პიქსელი. ნუ ჩვენს დავუწეროთ gap-ი 0.8 რემი. აბა ამას შევხედოთ ახლა. კი ბატონო, ცენტრშია. ნუ ეგ შეიძლება ემთხვევა აიკონის გამო არის დიდი ალბათობით, რომ ესენი ჩანა რომ სხვადასხვა ხაზზე არიან. მგონი აქაც ეგრე ჩანს. ხო, აქაც ეგრე ჩანს. თითქოს ეს ცოტა აწეულია. Android-ი სწორად არის. ახლა გადავიდეთ footer-ზეც. ხო, სანამ footer-ზე გადავალთ, ისინი მივცეთ hover effect-ები. აბა ვნახოთ რა ფერები აქვს მიცემული. ეს უნდა გახდეს ყვითელი.
ამიტომ მოვნიშნოთ Android-ის ბატონზე, როცა მაუს გადავატარებთ, background color-ი უნდა გახდეს რა? აბა ამის ფერი წამოვიღოთ ეს ასე და მგონი ტექსტი არ იცვება ხო მნიშვნელობა. აბა მოვაშოროთ mobile view. კი ბატონო, ეს მუშაობს და ესე. ასე მუშაობს, მაგრამ smooth transition-ი რო იყოს, ესე დავწერთ ხო? Transition, რისი შეცვლა გვინდა ჩვენ background color-ის 0 მაგალითად 2 წამში, ანუ 200 მილიწამში და კი ბატონო, ნელ-ნელა გადადის. iOS-ის hover-ზე კიდე რა უნდა მოხდეს? iOS button hover ამისი ფერი უნდა გახდეს აი ეს background color-ი გახდეს ეს და ესეც აქეთ გადმოვაკოპიროთ. ნახოთ, კი ბატონო მუშაობს, მაგრამ აი ესე ცალ-ცალკე ერთი და იგივე property ყველას რო არ მიუწეროთ, აქედან ამას წავშლი და დავწერ აქ, სადაც თავიდანვე მივხვდით საერთო რაღაცა სტილები. გასაგებია ეგ? ჯერ ეგ მითხარით. Okay. კი, კითხვა მაქვს რაღაც ის რა ქვია ალბათ. gaps რო წერ, gaps და space between შორის, ანუ რა განსხვავება არის? Space between-ი როგორ მუშაობს? ეს justify content-ზე ხო ამბობ, ხო? ხო, არა, flexbox-ის შემადგენელი ისინი, რა ქვია, სინტაქსები რა. ნახე, დაუშვარ, შენ გაქვს 3 ელემენტი, ხო? შენ თუ გაუწერ space between-ს, პირველი ელემენტი div-ის, ანუ პირველი შვილი იქნება სუსუ მარცხნივ, ბოლო ელემენტი იქნება სუსუ მარჯვნივ და დანარჩენი ელემენტები ჩაჯდებიან რაღაცა თანაბრად ერთმანეთისგან რა. ეგ არის და gap-ი არ აქვს მნიშვნელობა, ეს აქეთ იქნება ჩასვენილი, აქეთ თუ გაწელილი, ანუ სამივე ერთად რო იდგეს, მაგათ შორის შეიქმნება თანაბარი სივრცე. აი რო გაჩვენო ახლა კიდევ სად რა. ანუ აქ ეხა მობილურის ვერსიაზე ერთ დავუშვათ main div-ში რო იყოს ბევრი სურათი, ანუ თუ gap-ით გააკეთებ, ხო space between-ის იგივეს გააკეთებდა? არა, ნახე. აი მოდი აი აქ ახლა აგიხსნე ის თქმაც მინდა. რაღაცა კონტეინერი შევქნათ და შიგნით იყოს 3 ცალი ბოქსი. ნახე. width მაგალითად იყოს 700 პიქსელი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, height-იც იყოს 300 პიქსელი, border-ი 3 პიქსელს solid black-ი, რამე შეკითხვა ხო არა ჯერ, okay. და box-ი იყოს width 3 რემი, height-ი 3 რემი და background color-ი იყოს წითელი. ახლა რო ჩავიდეთ double-ა. ნუ ცოტა გავადიდეთ რა, 8 და 8. უყურე როგორი რაღაცა არის. მე თუ გავხდი ამას display flex-ად, კი ბატონო ერთხელში დადგება. justify content-ი ცვლის მაგათ ადგილმდებარეობას. ნახე? დასაწყისში წერია start-ი, შემიძლია დავუწერო end-ი და ყველაფერი წავა ბოლოში. Space between-ი როგორც გითხარი, ნახე? ერთსაც შევასვავს დასაწყისში, მეორეს ბოლოში და რაც დარჩება თანაბრად დაყოფს. მე რო კიდე მქონდეს აი სხვა ელემენტები, ხო? ნახეთ? ამასაც ჩვეულებრივად დაალაგებს. მაგრამ რასაც შენ ამბობ gap-ი. gap-ი არის უბრალოდ დაშორება ამათ შორის. ანუ აქ რო gap-ი დაწერო, ნახე, gap-ი რო დავწერო ახლა. 3 რემი თუნდაც. არაფერი არ შეიცვლება. რატომ? იმიტომ რომ აი ნახე, გადავატარო. სადღაცას აი აქ იქნება gap-ის დასასრული და всё. მე რო space between-ი არ მეწეროს, კი ბატონო, ეს gap-ი იმუშავებდა, ანუ ამ ელემენტებს დააშორებდა. მაგრამ ხშირად space between-ით, როდესაც ჩვენ ვაშორებთ ამ ფაილს, მაგ შვილებს, box-ებს, ხო? იმდენად დიდია მაგათ შორის სივრცე, რომ gap-ი ყოველთვის სწორი არ არის რა. ანუ არის რაღაც ვარიანტები, აი მაგალითად flex wrap-ი რო დაწერო, ხო? რომ ეს მცირდება მაგათ შორის, მცირდება და wrap-ს რო დავწერ. ხო? რაღაც დროს უკვე შეასკდებიან ერთმანეთს. ბოლომდე არ შეასკდებიან თუ gap-ი იქნება დაწერილი და ერთმანეთის ქვემოთ დადგებიან. მაგრამ აი ესეთ შემთხვევაში მარტო space between-ს გამოიყენებ. მაგრამ აი თუ გინდა უბრალოდ ელემენტები დააშორო ამათგან ერთმანეთისგან, მაშინ gap-ს გამოიყენებ. აქაც უყურე justify content-ი იმიტომ დავწერე, რომ ეს კონტენტი მარცხნივ კი არ ყოფილიყოს, აი ეს აიკონი და ტექსტი, არამედ შუაში, რომ ორივე ელემენტი შუაში დამჯდარიყო.
და align არა, item-იც მაგაზე ესე კი გასწორებულიყვნენ. და უყურე, რადგან ყველაფერი ცენტრში დგას, ხომ და დავაშურო ერთმანეთისგან, მაგიტომ მინდა gap-ი. ისე, მე რო ეს space between-ად დავწერო და მოდი დავწეროთ კიდეც justify-ს. მაგაზე ხა სუაირება კაცო. კი, აი, ესეთ რაღაცას მიიღებ. ამიტომ ყველაფერს ცენტრში სვავ და თვითონ შიდა ელემენტებს ერთმანეთისგან აშორებ მაგით. გასაგებია თუ არა? კი, არა, უბრალოდ კითხავს ხომ მიხვდი მე, ანუ კი, ერთ კი, თავარ დივში ძალიან ბევრი სურათი თუ გაქვს და სულ ყველას რო ჩამოვყე და გეპები რო არ გავუწერო, ანუ space between და წკავ დაალაგებდა რა საკაიფო თა ზემოთქვემოთ. კი ბატონო. კარგით. ესეც გავაკეთეთ და ბოლოს შევხედოთ ისე ხო ვთქვი რომ ამ ნაწილს ბოლოში გავაკეთებ ტელეფონის ჯერ მარტივი რაც აიქვნათ. გავაკეთოთ ფუტერი. ჩვენ გვინდა mobile-ის view და შევხედოთ ფუტერი ამისგან დაშორებულია 64 პიქსელით, ამიტომ აქ დავწეროთ footer margin top-ი არის 6.4 რემი. კი ბატონო. ახლა შევხედოთ, ამათ შორის დაშორება არის 32, ანუ footer-ის image, შეგვიძლია image-ის დავწეროთ, მაგრამ მოდით აქ ჯერ დავწეროთ footer-ის footer რაღაცა description-ი იყოს რა, რაღაცა კლასი მივცეთ. footer description. ისევ ჩვეულებრივ ეს გამოყენებად შეგვეძლო, მაგრამ მოდით ცოტა კლასებიც გამოვიყენოთ. description margin top-ი ამას მივცეთ რამდენი არის ეგ. აქედან აქამდე არის 32 და აქედან აქამდე არის 64, ანუ 3.2 რემი იყოს ზედა, 6.4 რემი იყოს ქვედა და margin top-ი აღარ დავწეროთ. გამოვიყენოთ margin block-ი. კი ბატონო, რაღაცა დაშორებაც მივიღე. ნუ ჯერ ქვედა ნაწილი არ მაგაწერილი და მაგიტომ. ავიღოთ ახლა ამისი სტილებიც. ჩავსვათ ახლა აქეთ. ეს ასე. ესეც ასე. ისე ვიც ვაშორებთ. margin-საც, font family-საც 1.6 რემი. font weight-ი ნორმალი არ გვინდა, ესეც არ გვინდა. და ესეც არ გვინდა. ახლა უყურეთ. ეს ნაწილი ცალკეა ჩასმული. ისევ შეგიძლიათ span-ი გახადოთ და span-ი დაბლა ჩასვოთ. მე span-ი რო ყოველთვის ახალ line-ზე იყოს, მიეცით display block-ი. მოჯერ გავიმეოროთ და სხვა მაგალითსაც გაჩვენებთ. ანუ ეს ერთი ცალი span-ი იყოს. span-ი ჩავსვოთ აქეთ და გამოვიძახოთ footer-ის description-ის span-ი და დავწერთ რომ იყოს display block-ი. და ნუ ამას ახლა მისცემთ შესაფერის font weight-საც, ხო? წონას, ანუ font weight-ი bold-ი იყოს. ოკეი, მუშაობს. ერთი ეგ ვარიანტია. კიდევ რომ იცოდეთ, გვაქვს ერთი HTML-ის თაგი, რომელიც აი ესე b პირდაპირ bold მაგას ქვია. თუ არ გინდათ აი ცალკე CSS-ში ამის გაწერა, ერთი და იგივე იქნება ერთი სიტყვით, მაგრამ ხშირად უფრო CSS-ში ვწერთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნუ კონკრეტულად შეგვიძლია კონკრეტული წონის მიცემა, მაგალითად 600, 700, 800 და ასე შემდეგ. ნუ ეგეც რომ იცოდეთ უბრალოდ. ნახოთ ახლა დაშორება. დაშორება აქ მთლიან footer-ს, ამიტომ არასათითეოდ ყველა ელემენტს გავუწერ, ამერამედ footer-ს, რომ აქ padding inline იყოს, უკვე დამოვიწყდა რამდენი იყო. 24 პიქსელი, ან 2.4 რემი. ქვემოდანაც ბარემ დაშორება მივცეთ, რომ ამასა და ამას შორის დაშორება არის 80 პიქსელი, ამიტომ padding bottom-ი ისევ დამოვიწყო 80 იყო მგონი 8 რემი. всё. არ აქვს ამას მნიშვნელობა დიდად. ოკეი, ეგეც მუშაობს. ახლა ფერებსაც მივცებ და ყველაფერი გამოსწორდება. მაცადეთ display block-ი კი ბატონო, მაგრამ რადგან ეს email-ია ხშირად web გვერდზე როცა ეს email-ს ვაწვევით, იხსნება Gmail-ი ან Outlook-ი და ასე შემდეგ და პირდაპირ მაგ mail-ზე იწერება რაღაცა წერილი. ამიტომ შეგვიძლია ეგ span-ი კი არ გავხადოთ, არამედ ანუ რაღაცა link-ი, ხო? ref-ი მივცეთ, ისე რაღაცა diez-ი და ახლა აქ span-ი კი არა აიყოს და ფერიც ახლა იგივე უბრალოდ უნდა მივცე, რაც ამას აქვს color ეს და ესეც ჩვეულებრივად იმუშავებს. ანუ თქვენზეა დამოკიდებული, რომელს გამოიყენებთ და ასე შემდეგ. ნუ უბრალოდ ხშირად არის ლინკია და მაგიტომაც ამას ვიყენებ.
ახლა გადავიდეთ აი ამ სურათებზე. ნუ ესეც აშკარად ერთ divში უნდა იყოს მოთავსებული, რომელიც იქნება თან flex-ი, იმიტომ რომ ერთ ხაზზეა განთავსებული. ეს უბრალოდ სურათი არა, იმიტომ რომ თქვენ რო დააკლიკებთ ამ Facebook-ს, უნდა გადაგიყვანოთ Facebook გვერდზე. შესაბამისად, უბრალოდ ეს სურათს image tags ვერ ჩავსვათ. ჯერ შევქნათ რაღაცა div social media და ნახეთ რას ვიზავ, შევქმნი links მივცეთ, ნუ არ აქვს მნიშვნელობა რაღაცა facebook.com რაღაც უბრალოდ და ამ ლინკის შიგნით შევაგდოთ უკვე ჩვენი სურათი images იყოს რა Facebook-ი დავწერთ ასე Facebook link okay და უბრალოდ ამ სამცალ ას გადმოვაკოპირებ აქაც იყოს Instagram აქაც შევცვალოთ აქ იყოს X-ი, ნუ რეალურად Twitter-ია, მაგრამ ნუ ხო X-ი ქვია მასაც. აქ იყოს Twitter-ი და აქაც იყოს x.com-ი. ოკეი. ეს არის ჩვენი ვებგვერდი. მუშაობს, მაგრამ ახლა რომ დავაკვირდი ამას, ნახეთ. აი ცოტა გავაზრდი. რაღაცა ხაზები აქვს ქვემოთ და რატომ? იმიტომ რომ ეს არის ლინკი და როგორც აქ ამ ხაზი მისვა ყველა ელემენტს. აქაც ეგ ყველაფერი მოსაშორებელია. ამიტომ აი აქ social media-ში თუ გადავა social media-ში, ნუ ჯერ ამას გავხდი display flex-ად. გაწევა არსად არ მინდა, უბრალოდ მინდა ერთმანეთს შორის დაშორება, რაც არის 20 პიქსელი, ხო? დავწერო gap-ი 2 rem-ი, ხო? არც space between-ი არაფერი არ უნდა, იმიტომ რომ ერთ ადგილას მინდა დარჩეს, უბრალოდ დაშორდნენ ერთმანეთისგან და დავწერო social media-ში რა ლინკიც არის, ხო? მაგ ყველას მოუშალოთ ქვედა ხაზი text decoration ნან დაუწეროთ. ბარემ კურსორიც მივცეთ pointer-ი და სხვა იდეაში დანარჩენი არაფერი გასაკეთებელი აქ არ არის, ხო? დაშორებაც გვაქვს, დავაპაუტარულოთ ეგ ყველაფერი. ესე დაშორებაც გვაქვს, padding-ებიც გვაქვს, ყველაფერი არის. ფუტერიც აწყობილია, ნუ ვებგვერდის 80%-ზე მეტი უკვე აწყობილია. ნუ ერთადერთი აი ეს დაშორებაც გვინდა ახლა, ბარემ ნახოთ ამასა და ამას შორის დაშორება არის 166 პიქსელი. მოდი ჩვენ mains მივცეთ ეგ დაშორება. mains. ხო, mains მივცეთ. არა main-ი არ არის, hero section-ი არის. main-ი ხო თვითონ არის, ანუ hero section-ის ბოლოში უნდა იყოს 16.6 rem-ი და კი ბატონო, მივიღებ ამ დაშორებას. ახლა დავაკვირდეთ ამ ნაწილს. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? აი, უამრავი მეთოდი არის ამისი გაკეთების. შეიძლება მე წარმოვიდგინო ერთი მეთოდი, სხვა გავაკეთო სხვა მეთოდით. რამდენიმე მეთოდი განვიხილოთ ჯერ ზეპირად და მე გავაკეთოთ ნუ ყველაზე კარგი ალბათ. ერთი რა მეთოდია, რომ ეს იყოს ჩვეულებრივი რაღაცა div, მივცეთ ზომები და ეს ტელეფონი შევაგდოთ როგორც position absolute. ანუ ეს გარე div იყოს position relative და მაგის მიხედვით ეგ გასწორდეს. კი ბატონო. ახლა რა ვუყოთ აი ამ კონტეინერს მაგალითად. აქაც არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ეს div-იც გავუხადოთ position absolute და ასე ჩავსვათ. მაგრამ ერთი მინუსი აქვს ამ ყველაფერს რა და ეს თუ გახდება position absolute, ეს კონტენტიც ზემო დაიწევა, იმიტომ რომ position absolute რას ნიშნავს? ეს ელემენტია, საერთოდ ამოვარდა flow-დან, ხო? და რეალურად სადღაცას აი აქ დადგება equalizer-ი და ასე შემდეგ, ეს ფუტერი. ესეთი რაღაცა რო არ მოხდეს, მოგვიწევს აქ თუ იყო დაუშვათ 10 rem-ი მარჯინი ამაცა და ამათ შორის. მოგვიწევს 90-ის და 100 rem დაშორების მიცემას. გასაგებია, ხო? რა მინუსი აქვს ამ მეთოდს. და კიდევ სხვა მეთოდებიც არის, ამიტომ მოდით ასეთი მაგალითი განვიხილოთ, რომ ეს არ გავხადოთ position absolute. ჩვეულებრივი ელემენტი იყოს ჯერ და ესეც არ გავხადოთ position absolute. მაშინ როგორ ავუწიოთ ეგ ყველაფერი? მოდი ჯერ სურათი ჩავსვოთ. აქ სადღაცას იყო mobile კონტეინერი, თუ გინდათ mobile wrapper-ი დაარქვით, არა აქვს ამას მნიშვნელობა, უფრო ხშირად mobile wrapper-ს ეძახიან. image-ში ჩვენ გვინდა რა ამ სურათს ქვია თუ არ ვცდები illustration-ი. ნუ ამასაც რაღაცა დავარქვათ illustration. ასე იყოს. ასე.
თვითონ სურათს მოდით ზომები მივცეთ, ოღონდ აქ CSS-ში რო არ დავირღვით, სანამ hero section-ის p მოდის, მერე details, სანამ დეტალები წამოვლენ, აქ იყო, ხო? ეს რაღაცა phone wrapper და phone wrapper-ის ოღონდ image მოვნიშნათ, ხო? ტელეფონს რომ მივცეთ ეგ. ზომები წამოვიღოთ, ну რაც არის აქ, არ აქვს მნიშვნელობა. ასე. ну იყოს ეგ 21 რემი და ესეც იყოს 53 რემი. მაბო ვნახოთ phone wrapper-ი, სხვა სახელი მაქვს, mobile wrapper-ი, კი ბატონო იყოს. mobile wrapper-ი და კი ბატონო ეგ გასწორდა. ფერები თვითონ მივცეთ უკვე mobile wrappers. mobile wrapper-ი ავიღოთ ასე. დავდგით და ამისი სტილებიც წამოვიღოთ. ვიცი არ გვინდა, იმიტომ რომ გაიწელოს ჩვეულებრივად, აი height-ის მიცემა უკვე შეგვიძლია. იყოს 60 რემი, არც margin-ი არ გვინდა, არც padding-ი არ გვინდა, border radius-ი გვინდა, როგორ არა. ასე, background color-იც იყოს. ნახა როგორ ჩავსვათ თვითონ ტელეფონი ჯერ შუაში. მაგისთვის გამოვიყენებ display flex. ან თვითონ სურათსაც მივცემ აი margin inline autos რო გაიცენტროს ასე, მაგრამ ნუ მე მივეჩვიე divs, ბევრიც ასე წერს, ამიტომ ასე გავასწორებ. წინა ლექციაზე ჩვენ ვნახეთ, რომ შეგვიძლია ელემენტი ვამოძრავოთ. ანუ რეალურად ეს სურათი დარჩება თავის ადგილას, ჯერ კიდევ აქ იქნება, მაგრამ ვიზუალურად ჩვენ მაგას ავწევთ. სწორედ ეგ გვჭირდება, ნახოთ რამდენით არის აწეული. ну ჯერ ამასა და ამას შორის რო შეხედო 88 პიქსელითაა აწეული. ამიტომ ნახეთ mobile wrapper-ს თვითონ გავხდი position relative-ს რომ მაგის მიხედვით ავწიოთ და თვითონ სურათი იყოს აბსოლუტი. და დავწეროთ ტოპი იყოს 98 პიქსელი, კი არა და 99.8 რემი. ჩავიდეთ დაბლა, მე მინდა რომ ზემოთ ავიდეს, ამიტომ დავზერ -9.8-ს. და კი ბატონო ასე ავიდა. ახლა რით ჯობია ეს მეთოდი ისევ აბსოლუტს. რა და აბსოლუტით რომ დაგვეწერა თვითონ აი ყველაფერი აი x ღერძის გასწორება და ასე შემდეგ. მომიწევდა დაწერა left-ი 50%, transform-ი და 1000 რაღაცა. ამიტომ გავასწორე div-ით და უბრალოდ ჩავსვი ეგ ყველაფერი და ბოდიშით აბსოლუტით კი არ ვქნათ ეგ ყველაფერი. მაგრამ რაღა აბსოლუტით ვქნათ. transform translate y-ი -9.8 რემი. so იგივე იქნება ვიზუალურად ჩანდა. ნახეთ, აბსოლუტს არ ვიყენებ, აღარ მინდა არც ტოპის, left-ის და ასე შემდეგ გაწერა. left-ს თუ დავწერდი 50%-ს, მაგრამ ხომ მომიწევდა დაწერა transform -50% გვერდით და ასე შემდეგ. იყოს როგორც ჩვეულებრივი ელემენტი, ჩვეულებრივად ჩასმული, უბრალოდ ვიზუალურად ცოტათი ავწევთ და გავასწორეთ display flex-ის გამოყენებით. ეს ნაწილი გასაგებია? ხო, ბევრ რაღაცას, ხშირად ვიყენებთ flex, იმიტომ რომ ჩვეულებრივად blocks თუ გამოვიყენებთ, ყველაფერი ჩაჯდება ერთმანეთის ქვემოთ. აი ნახე, აქ რადგან ყველაფერი ერთმანეთის ქვემოთ ჩვეულებრივად ჯდებოდა, აქ არ გამოვიყენე flex-ი. უბრალოდ margin-ები დავწერე დასაშორებლად. მაგრამ აი ახლა აქ მინდა display flex-ი, მერე აქაც display flex-ი მინდა. კიდე ბევრი ისეთი მაგალითია, რომ გვინდა display flex-ი და მაგიტომაც ხშირად ვიყენებთ მაგას. თორემ აი თუნდაც აი ეს ნაწილი რო იყო, აქ flex-ი არ მაქვს გამოყენებული, იმიტომ რომ ჯერ ტექსტი მოდის, ქვემოთაც უბრალოდ ტექსტი ჩაჯდა. ხვდები, ხო? არც აი აქ ნახე, ეს და ეს ელემენტი რო ჩავსვი, ეგეც display block-ი იყო. მაგიტომაც არის რომ დასაწყისში ჯერ ამას ხედავ, მერე ამას. გვერდ რო ყოფილიყვნენ, მათ კი ბატონო display flex გამოვიყენებდი, მაგრამ ახლა ეგ არ მჭირდება. გასაგებია ჯერ ეგ მითხარით? კი ბატონო, არაფერს. ახლა შემდეგი დავალება, ნახეთ. ეს უნდა ავწიოთ. რაც შეეხება ამ აწევას, მე რო ისევ ეგ transform-ით ვქნა, რა ვთქვი, რომ ეს ელემენტი ისევ დარჩება თავის ადგილას. კოდის მხრივ. ანუ გამოდის, რომ ეს რომც 1000 პიქსელით ზემოთ ავწიო, ეს equalizer-ი ერთ დონეზე დარჩება ისევ აქ, იმიტომ რომ ამას ეგონება, რომ ეს კონტეინერი ისევ აქა. შეგვიძლია რა თქმა უნდა, რომ ეს ავწიოთ transform-ით და უბრალოდ margin-ი დავაკლოთ ამას შორის. ეგიც ვარიანტია.
მაგრამ ძალიან კარგ მეთოდსაც გასწავლით ახლა, სად არის ჩვენი დიტეილები, რომ ამას გავუწეროთ margin top-ი -10 რემი. როდესაც margin top-ს ასე წერთ -10 რემს, მაშინ ეგ ყველაფერიც ადის ზემოთ. ნახეთ, არ შეიცვალა ამათ შორის დაშვება. რომ დავწერო 20 რემი, ისევ არ შეიცვალა მაგათ შორის დაშვება. ანუ თვითონ ელემენტი ზემოთ ადის, მაგრამ ესეც მიყვება. ანუ ვიზუალურად, მარტო ვიზუალურად არ ადის, თვითონ სტრუქტურულადაც ზემოთ არის ასული. გასაგებია, ხო? სანამ მე ახლა ამას ესე გავასწორებ, მოდით აი სურათიც ჩავსვათ და ამ სურათისთვის გადავიდეთ თვითონ wrapper-ზე. მივცეთ background image URL-ი და აქ რა გვინდა და თუ არ ვცდები background pattern 1 არა 2 გვინდა, აბა ვნახოთ. კი ბატონო 2 გვინდა, ისევ მეორდება, რომ არ მოგვივიდეს მსგავსი რამე. დავწეროთ repeat და აშკარად რო უყურებ x ღერძზე ცენტრშია ჩასმული და ზემოთ ბოლომდე მიტყობული. ამიტომ დავწერო background position-ი არის რა left-ი 50%, top-ი 0. როგორც გავხსოვთ დასაწყისშიც ვთქვი, თუ left-ს აქ 50% წერს, ანუ მართლა შუაში სვავს და არც ტრანსფორმი არაფერი არ გვინდა, ნუ აბსოლუტისგან ეგ განსხვავდება. ახლა ავწიოთ ეს. ესეც ზუსტად არ ვიცი სიმართლე გითხრათ რამდენით არის აწეული, ამიტომ თვალზე დავსვავ, რომ ეს წრე დაიფაროს. ამიტომ სად არის ჩვენი დიტეილები? ნახეთ რა ხდება. ორივე არის ჩვეულებრივი ბლოკი, ხო, display ბლოკი და ასე შემდეგ და ერთმანეთის გვერდ დგანა. წესით და რიგით details-ი უნდა უფრო ზემოთ გამოჩნდეს, რადგან უფრო დაბლა შეიქმნა, ხო, ეგ ელემენტი, მაგრამ რადგან mobile wrappers გავუწერეთ position relative, მაგიტომ უფრო ზემოთ აწია. ამიტომ ეგეთი რაღაცა ვქნათ, რომ ამას z ინდექსი 1 მივცეთ. z ინდექსიც გახსოვთ, ხო, ეს ნუმერაცია არის, რომელიც უფრო პირველი გამოჩნდება და detail-ებს გავუწეროთ z ინდექსი 2 და წესით ამან უნდა უშველოს, არ უშველა. თუ ესეთ რა ეგეთი შემთხვევა გაქვთ და არ იცვლება თქვენი z ინდექსი, რაც არ უნდა მიუთითოთ, ხო? ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ უბრალოდ ერთი ელემენტი არის position relative და მეორე არ არის. და ამისი გამოსწორება ისაა, რომ detail-ებიც position relative-ად გადავაქციოთ. ახლა უკვე რადგან ორივე position relative-ია, ის ამოქმედება, უფრო ზემოთ გამოჩნდება, რომელიც უფრო დაბლა იყო შექმნილი. ამიტომ ეს იყო 19, 18, ცოტაც რო ჩაუწიოთ 17. აი, მგონი იდეალურია. всё. ესეც თავის ადგილას დგას, ყველაფერი ჩვეულებრივად აიწყო. თავიდან ახლა ვიტყვი რა გავაკეთე, რომ ისევ და ისევ გაქვთ ორი მეთოდი, რომ ეს გადააქციოთ აბსოლუტად და მაგის მიხედვით ამოძრავოთ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გინდათ. აქ რო დაგეწერეთ 9.8, რომ ტოპი აწეული იყო -9.8, ან დაგეწერეთ ეს არის left-ი 50 და კიდევ transform x-ი -50 დაგეწერეთ. ეგეც უშობს. უბრალოდ ახალი მეთოდის მინდოდა მეჩვენებინა position absolute-ის გარეშეც. რეალურად აქ ისე position relative არც გვჭირდება, იმიტომ ჩვენ ხო არ გამოგვიყენებია absolute. არც ამაზე აღარ დაგჭირდება და ნუ ჩვეულებრივად იმუშავებს და აქაც არა transform-ი დავწია, არც absolute-ით არ ავწია, უბრალოდ margin-ი ზემოთ ავწია. ხშირად ამას არ ვიყენებ, თუმცა უფრო აი მართლა ესეთი შემთხვევისთვის, რომ გვინდა უბრალოდ ერთი ელემენტი მეორე ელემენტი ზემოთ ავწიოთ. და ისე რომ დაბლაც არაფერი არ შეიცვალოს, მაგრამ ეს რო absolute ყოფილიყო, მაშინ აი ყველაფერი დაირღვეოდა და მოდით უბრალოდ გაჩვენებთ ამას. თვითონ იცით რა სექციას მივცეთ? ამათი საერთო სექცია რა არის? offer section-ი, ხო? ამიტომ დავდგები ასე დავწერო. offer section-ი იყოს position relative ტიპის და detail-ები იყოს position absolute. კი ბატონო, ეგ ყველაფერი გაიცენტრებოდა, მაგრამ ნახეთ, header footers ვერ ვხედავ, რატომ? იმიტომ რომ ამის დაბლა. ახლა მომიწეს ძალიან დიდი margin bottom-ის ან top-ის იმისთვის მიწერა, რომ ეგ გამოჩნდეს და ნუ რაც კარგი არ არის დამეთანხმებით და ამიტომ იყოს ეს ჩვეულებრივი ელემენტი და უბრალოდ ერთი დავწიოთ. ეს თუ გასაგებია, გადავიდეთ სხვა ზომებზეც და უკვე ავაწყოთ მაგალითად
ტაბლეტის ზომა. აბა მითხარ რამე გავგებარი ხომ არა? ტაბლეტების ზომები ძალიან მარტივად აიწყობა, უბრალოდ რაღაცები გვიქნება შესაძლებელი. დიდი არაფერი ისეთი არ არის. კარგი. ძალიან კარგი. შევხედოთ ახლა სხვა ზომებსაც. გავხსნათ ეს. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვქნათ ისაა, რომ responsive-ზე გადავიდეთ და აი აქ მაგალითად ზოგ ტექსტ მივწეროთ max ვიცი აი ეს ასე რომ არ იზრდებოდეს. თუნდაც აი რომ გადავიდეთ და hero section-ს მთლიანად მივცეთ max ვიცი დავუშვათ 30 რემი, ნახეთ რო გავზარდო ეს მარცხენა მხარეს მაინც დარჩება. ნუ დავუშვათ რაღაცა დიზაინის ნაწილია და უბრალოდ არ გინდათ რომ გაიზარდეს. მეორე ვარიანტი იყო CH-ით რო ვაკეთებდით, ხო, რამდენი ელემენტი ჩაეტება. მე შემეძლო ცალ-ცალკე H1-ისთვისაც და P-ისთვისაც მიმეცა ეგ max ვიცი, მაგრამ რატომ მივცე ორ ადგილას? როცა შემიძლია მშობელს მივცე და ნუ ყველაფერი ერთნაირად შემცირდება. აბა ახლა შევხედოთ ამას, ამისი ზომა იწყება 729 პიქსელიდან, მეც გადავალ სულ ბოლოში ახლა, შევქმნი მედიას, რომ დავწერე ახლა min ვიცი 729 პიქსელი, სხვათა შორის ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. აქ მედის შიგნით მე თუ დავწერე RAMs, ეგ უკვე 10 პიქსელი არ იქნება, 16 პიქსელად ჩათვის, ნახეთ, ეს ესე რომ დავწეროთ თუნდაც აი 80 რემი. 80 რემი ჩვენთვის ახლა არის 800 პიქსელი, ხო? მაგრამ რომც გავადიდო, არაფერი არ შეიცვალა. ნახეთ, აი body-ს რომ მივცე background color red. ნახეთ, 800 პიქსელს გავწვდი და არ ცვლის. რატომ? აი ხა რომ დავწერო აქ 40, 40-ზე შეცვლის, მაგრამ იცვლება არა 400-დან, არამედ უფრო ზემოთ. იმიტომ რომ აქ უკვე ის აი ეს აღარ მოქმედებს. სად არის? აი ეს აღარ მოქმედებს. და ჩვეულებრივად მაგას აგიქვავს როგორც 16 პიქსელად და მაგიტომაც 40 ამრავლის 16-ზე და მართლაც სადღაც აი აქედან უკვე იწყება ეგ სტილები, ხო? ამიტომ თუ ეგრე უკვე გაწერეთ ზემოთ პიქსელები, რომ უბრალოდ რემები, მაშინ აქან პიქსელებად მიუთითეთ ან ახალი გამოთვალეთ და ისე დაწერეთ. ნუ მე პიქსელებში მიუთითებ ამას. შევხედოთ აბა რა შეიცვალა ჯერ. პირველ რიგში შეიცვალა padding-ი. და რაღაცას მინდა კიდე რომ დაუკვირდეთ, ნახეთ, ამისი padding-ი უკვე ემთხვევა ამისას. და აქაც ყველგან ერთნაირი padding-ია. ამიტომ მე უბრალოდ ავიღებ და header-საც, main-საც ყველაფერს მოუშალე padding-ებს და მთლიან body-ს დავუწერ ერთ საერთო padding-ს. რამდენი არის? ეს არის 32 პიქსელი, ნუ 33 იყოს არ აღნიშნულობა. დავუწეროთ ესე padding, ოღონდ მხოლოდ inline-ი 23.3 რემი. კი ბატონო, ახლა გვექნება რაღაც პრობლემები სხვა სტილებთანაც, ამიტომაც მოგვიწევს წინა padding-ების მოშორებაც, მაგრამ ეგ არა პრობლემა. ახლა რომ header-ზე გადავიდე, მაგალითად header inline-ი რო დავწერო padding, ოღონდ inline-ი, inline-ს რატომ ვშვილი მხოლოდ, იმიტომ რომ ტოპიც ხო ქონდა მიცემული. იყოს 0, არ მინდა, კი ბატონო, აი მარცხნივ წავიდა. ამას თუ არ ვცდები padding ტოპიცაა გაზრდილი 62 პიქსელია, padding ტოპი იყოს 6.2 რემი. კარგი, დავასეიბოთ ეგიც. ოკეი. დააკვირდით, აქ კიდევ ერთი სურათი დაემატა და ეგ სურათი შეიცვალა, იმიტომ რომ აქაც ყვითელი არის. ამიტომ აქ დავწეროთ ახლა background image-ი. ჯერ მიუთითოთ პირველი სურათი. ასე URL უნდა მეწეროს URL-ი. ასე. აი უკვე არის ტაბლეტი, ამიტომ ტაბლეტის ჩავსვოთ. კი ბატონო, თითქმის იდეალურად ზის. შეცვლა გვინდა, კი ცოტა დაბლა გვინდა ჩამოწევა. ამიტომ background position-ი მოდი ამას რა ვუყოთ ახლა. ტოპი დაუწეროთ რომ იყოს 10 რემი. მგონი 10 რემი ძალიან დიდია, მაგრამ ასე. და left-იც ჯერ 0 იყოს. აბა ვნახოთ რას მივიღებთ. ხო, ჯერ left-ი არ გვიდა, ცოტა იქით გავწიოთ 10 რემი. მგონი ნამეტანი მომივიდა იქ, ხო. ჯერ ტოპი -3 რემი რო დავუწეროთ, დაუწიოთ, აბა ერთი სად არის გავიგოთ. დაუკარგე. ასო აი აქ არის. ეს შევწიოთ left-ით. მოდი right-ით იყოს ასე. აი ესო ახლა გამოშა ლურჯი აქ არის. ჩვენ მინუსით გავწიოთ აქეთ, ხო? კი ბატონო, ახლოს ვართ. იდეაში ესე ჩაჯდა.
ცოტა დაბლა, არა, იდეალურად წევს. всё, იდეალურად და მეორეს შეგვიძლია მიუთითოთ URL-ი ასე დავწეროთ. ასე მიუთითოთ, ესეც ამისი თუ არ ვცდები უკვე 2-ია. მაგრამ ნახეთ რატომ არ ჩანს, იმიტომ რომ ერთი საერთო background position-ი გვიწერია, ამიტომ დავწეროთ ასე. ძიმე და ჯერ აბა ტოპი დავწეროთ. მგონი ეგ სურათი არ არის. აბა ნახოთ ერთად. ტოპი 0, right-ი 0, აბა ნახოთ, ხო სხვა სურათი არის, ეგ ჩვენ არ გვინდა. 1? აი 1 არის. რომ შევხედოთ კიდე ცოტათი შიგნით შესული არის აქედანაც და აქედანაც. ნუ ავიღებ და -3 რემს დავწერ აქაც და -3 რემსაც. მგონი იდეალურია. ხო, იგივეა. ახლა გადავიდეთ ისევ header-ზე. header-ი აღარ გვინდა, უკვე hero-ზე გვინდა, hero section-ზე გადავიდეთ. ამასაც გახსოვთ ხო, რომ padding-ი ეწერა, ამიტომ წავშალოთ. ამისი სტილებიც ავიღოთ ისევ. რა არის ეგ? ეს არის h1, ხო? ასე ჩავსვათ. ეგ არ მინდა. bold-ი უკვე ზემოთ ქონდა მიცემული, ამიტომ აქაც არ მინდა, აქ არ მინდა. ნუ line height-ი იქნებოდა შეცვლილი ალბათ და არც ეგენი არ მინდა, იმიტომ რომ ზემოთ უკვე ეგ ყველაფერი წერია. 1.4 რემი. კი ბატონო. დაშორებაც ამათ შორის, კი ბატონო, გაიზარდა. თუ როგორც მახსოვს, პარაგრაფზე მქონდა მიცემული ეგ margin-ი, ამიტომ ისევ პარაგრაფზე დავწერ. როგორ იყო მანდ description-ი დავარქვით ხო ამას? მგონი description-ი. ესეც მოვაშოროთ, ესეც დავიწყოთ. ესეც. 8 რემი და margin ტოპი დავუწეროთ ახლა რამდენი 28 ხო 2.8 რემი. რა კარგია ხო ისე აი ზემოთ ის HTML-ში default სტილი რო შევცვალე ფონდის. უკვე აღარ მიწევს არაფრის გადაყვანა და ასე შემდეგ პირდაპირ წერ. ეგეც გასაგებია. დაშორება ხა ამასა და ამას შორის გახდა 250. ბოლოს ჩვენ რა დავაშორეთ ერთმანეთისგან. headers არა. margin bottom-ი მივეცით კი ბატონო, ანუ ისე დავუწეროთ რომ hero section-ი აქეთ დამოვიწყდა რამდენი იყო 250 ხო? margin bottom-ი არა შეჭერს ამას. margin bottom-ი 25 რემი. კი ბატონო, ესეც უფრო დაშორდა. შევცვალოთ, ნუ ტელეფონის ზომა, ნახოთ აბა თუ შეიცვალა. მგონი არ შეიცვალა. მაგრამ მაინც აბა დავუწეროთ. ეგ იყო mobile wrapper-ის image-ი. აუ ნახოთ კი შეიცვალა. ამიტომ დავუტოვოთ ესეც ასე. აქაც ეს რემი 6 იყო. კი ბატონო, სტილებს და ადგილმდებარეობას მე შევუსვი, ჯერ არ მაინტერესებს ეგ. სურათი იგივე დარჩა, ერთადერთი დაშორება გაუჩნდა, რომ გახდა 40 პიქსელი, ამიტომ mobile wrapper-ს თავიდან ავიღებ ერთი წამით. სად არის ეს ჩემი mobile wrapper-ი აქ? აი ეს. თავიდან ავიღებ ამას. თავიდან image-ის მიცემა არ არის საჭირო, არც repeat-ი, არც z-mod ეგ არაფერი. ერთადერთი რაც შეიძლება დამჭირდეს, ეს არის სიმაღლის შეცვლა, კი ბატონო, 700-ი გახდა უკვე, ანუ 70 რემს მიუთითებ და აქ ტოპი კი არ დავწერო 0, არამედ 4 რემი. აი ეს 4 რემი და ესეც კი ბატონო ასე დაშორდება ამას. ახლა შევხედოთ ამის ზომებსაც. მე მგონი ეგ არ შეიცვალა. აბა ნახოთ h2 თუ შეიცვალა. არა, არ შეცვლილა h2. იგივეა. ამისი ზომებიც მგონი არ შეცვლილა. ეს არ შეიცვალა საერთოდ მგონი. აბა ნახოთ 65, 6.5 რემი თუ ქონდა მითითებული. კი ეგეც ძალიან კაი რომ არ შეიცვალა. მგონი მხოლოდ padding-ი შეიცვალა. აბა ნახოთ 48 პიქსელი არის. აბა detail-ებში არა. ეგეც იგივეა. ძალიან კარგი, всё, ანუ არაფერი არ შეცვლილა. ყველა მხრიდან არის, ეცადე? არა, 54 არის, როგორ არ შეიცვალა. ამიტომ დეტალებში თუ გადავალ details რამდენი იყო ისევ 54 და აქ არის
ამასა და ამას შორის 48. აქაც 48, ანუ padding-ი რომ მივუწეროთ 48, ანუ 4.8 რემი ზემოთ და ქვემოთ, 5.4 რემი გვერდებზე. კი ბატონო, ამასაც დაბლა ჩავსვათ, არა პრობლემა. თუ ხედავთ ამას დაემატა რადიუსი 12, border radius-ი რო იყოს 1.2 რემი, კარგით. ისევ გავცენტრავ ამას ჯერ არა პრობლემა, ქვედა ნაწილი ვქნათ. equalizer-ი ჩვეულებრივად დარჩა, ნახეთ რა მოხდა. ესა და ეს უკვე ერთ ხაზზეა. როგორ ჩავსვათ ერთ ხაზზე, ისევ display flex-ი გვინდა, მაგრამ ახლა მე ამას display flex-ად ვერ გადავაქცევ, იმიტომ რომ სამივე არის ცალ-ცალკე ელემენტი. რადგან ეს არის სამივე ცალ-ცალკე ელემენტი და რეალურად ესენი უნდა იყოს ერთ ხაზზე, გამოდის რომ ესეც და ესეც უნდა ჩავსვათ ერთ საერთო დივში, იმიტომ რომ იქ ცალკე დგას. ამიტომ ამას ავიღებ, რაღაცას ჩავწერ ასე მაგათად footer wrapper, რამე სახელი დავარქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. ეგენიც დაბლა ჩავსვათ. Default-ად აი ტელეფონის ზომაზე ეს footer wrapper-იც შეგვიძლია უკვე ცოტა შევცვალოთ, ან არ არის აუცილებელი ისეთ სხვა რაღაც მარჯინი მიცემული და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ზომის მერე უკვე ეს footer wrapper-ი, ესე footer wrapper-ი, ხო? მგონი footer-საც აქვს თვითონ ჯერ padding-ი მიცემული, მოდით, ეგ მოვაშოროთ footer-ი, padding inline-ი რო ან set-ი მივცეთ, ან 0, არ აქვს მნიშვნელობა. ხო, მოშორდა და footer wrapper-ი გავხადოთ display flex-ის ტიპის. კი ბატონო, მივცეთ justify content space between-ი რო გაწელოს ერთმანეთისგან და align items center, align items ცენტრი. ნახეთ როგორ რაღაცა ეს ტექსტი ძალიან დიდია, გრძელია და მაგიტომაც ასე მახინჯეთ ჩანს. ჩვენ რა შეგვიძლია ვქნათ, ნახეთ. დაუწეროთ რომ footer-ის პარაგრაფს, რა ერქვა class footer description-ი, ხო? დაუწეროთ რომ footer-ის description-ის max ვიცი დაუშვათ იყოს 40 რემი. ანუ ჩვეულებრივად იზრდებოდეს, პატარავდებოდეს, მაგრამ ამაზე მეტი არ გახდეს. ამიტომაც უფრო ლამაზადაც ჩანს. ეგეც ასე არის. ერთადერთი თუ არ ვცდები, footer description-ს აქვს margin-ი, ამიტომ დავწეროთ margin 0 და ხო, აი გამოსწორდა. თუ მხოლოდ ეგ თუ აქვს მიცემული, მაშინ margin bottom-ი თუ ქონდა, აბა ვნახოთ. ცოტა ეს იდეალურია, ახლა ყველაფერი აბა შევხედოთ. ესეც საერთო ცენტრში. და ეს margin, ნახეთ, ცენტრში მთლად არ არის. იმიტომ რომ ამას margin top-ი აქვს და margin top-საც თulis. ამიტომ ყველაფერს გავუთიშოთ margin-ი და თვითონ სათაურს მივცეთ margin top-ი, ან footer wrapper-ს მივცეთ margin top-ი, რამდენია ამათ შორის დაშვება ახლა? 3.2 რემი. ანუ რადგან ეგ display flex-ის შიგნით იყო და margin top-ს ვაძლევდით, თითქოს ერთ საერთო ელემენტად თვლიდა და მაგიტომაც დაირღვა ეს წესები. Footer-იც ანალოგიურია, არა მგონია რომ ზომები შეცვლილი იყო, ხო, არ შეიცვალა. ახლა როგორ ვქნათ აი ეს ნაწილი. მოდით აი ტელეფონის view გავუთიშოთ, რომ უფრო დიდი გავხადოთ. როგორ და გამოდის რომ ახლა ორივე უკვე უნდა იყოს position absolute, იმიტომ რომ ეგ სრულიად სხვაგან დგას, ეგეც სრულიად სხვაგან. ისევ და ისევ ამ შემთხვევაში მე ნახეთ mobile wrappers ვერ გავხდი position absolute-ად. Mobile position relative-ად. Mobile wrapper-ი რო გავხადო relative-ად, კი ბატონო, ტელეფონი გასწორდება მის მიხედვით. მაგრამ ეს როგორ გავასწორო? ეგ ხო არ ზის wrapper-ი შიგნით, ეს ცალკე sibling ელემენტია. გამოდის რომ ამათი საერთო მშობელი უნდა გავხადო relative-ი. ამათი საერთო მშობელი კიდევ არის offer section-ი. ნახეთ, mobile wrapper-ი და detail-ები. ხვდებით ხო რაშიც არის პრობლემა? ამიტომ ახლა დავუდგები აქეთ description D. აი აქ. და რა ერქვა მას offer section-ი, ხო? ეს გავხადოთ position relative-ის ტიპის mobile wrapper-ი უკვე იყოს ნახეთ, არა, ერთი წუთით. სანამ ტელეფონს გადავიყვან, მოდით მარტო detail-ები გადავიყვანოთ. Position absolute რო იყოს. ოკეი, ამოვარდა ეგ. ახლა ვნახოთ რამდენითაა დაშორებული.
bottom-იდან არის დაშორებული 96 პიქსელით, ამიტომ დავწერ bottom 96 პიქსელს, ანუ 9.x rems. ეგ მაგას ზემოთ აწევს, ზემოთ რო არ აწევს, დავწერ მინუს და მარჯვნიდან რო გავწიო 58-ია, ხო? Right 5.8. ასე რომ ვწერთ, იცით რითაა კარგი, რომ გაუზარდოთ ძალიან აი ეს სექცია, ხო? ეს მაინც მარჯვენა კუთხეში იქნება. და ახლა რა პრობლემა გვაქვს ის, რომ ეს დეფოლტად ხო div-ია და div-ს გაწერილი 100%, მოდით ამას მივცეთ ფიქსირებული ზომა, რაც არის 40 რემი. ამიტომ ვიცი 40 რემი. და კი ბატონო, ესეც ასე ჩაჯდა. მაგრამ რადგან იქ position absolute-ია და ქვედა ნაწილზე არანაირად არ მოქმედებს, უნდა გაუწეროთ ამას უკვე სხვა margin-იც 183. უნდა გაუწეროთ offer sections. Margin-ი bottom-ი 18.3 რემი. ისევ და ისევ, ეს რომ ამოვარდა უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ელემენტი, ეგ ამას ვერ ხედავს, მაგიტომაც ზემოთ ამოვიდა. ამათ შორის ერთი ესაა დაშორება, ამასაც ქონდა დაშორება, ხო? მაშინ მოდით თვითონ footer-ს გაუწეროთ უკვე და ზედმეტი არაფერი არ დავწეროთ. კარგია ეგრე. ახლა რა ვუყოთ ამას? რადგან ტელეფონი არის mobile wrapper-ის შიგნით, უკვე გავასწოროთ mobile wrapper-ის მიხედვით. ანუ ეს გასწორდა თვითონ მთლიანი ზედამშობლის მიმართ, მაგრამ ეს რადგან კიდევ ერთ div-შია შესული, უკვე მაგ div-ის მიმართ გავასწოროთ. ანუ mobile wrapper იყოს position relative, image იყოს position absolute და ვნახოთ ახლა რამდენითაა დაშორებული ეს 64 პიქსელით მარჯვნივ, მარცხნიდან უბრალოდ 64 რემი, კი ბატონო, და ზემოდან 128-ით. ანუ 13.8, ეგ ჩაიყვანს დაბლა, ზემოთ რო ავიდეს, უნდა დავწეროთ მინუსი. ესეც ასე, ზუსტად იგივეს არ ვიღებ, იმიტომ რომ იგივე ზომები არ მაქვს მითითებული. ამისი ზომა არის 729. ახლა მე რო გადავიდე 729-ზე, ხო, წესით უნდა მივიღო იგივე. კი ბატონო, აი, იგივეა. ცოტა მგონი მთლად იგივე არ არის. სიმაღლეში არ ვემთხვევით. რატომ? აბა ვნახოთ. ეს აბა აქეთ შევხედოთ. 182-თა ზემოდან დაშორებული. აბა ასე გავუწეროთ 182, ხო? აბა ვნახოთ. მინუსი არ გვინდა. მინუსი არ გვინდა. ხო, წესით რატომაც არ ვიცი, ალბათ ამისი ზომა არის, ხო, height-ი ხო 600 პიქსელი წერია. ავი, ამისი 60 უნდა იყოს და მაგიტომ. და ახლა წესით უნდა დაჯდეს, აბა ვნახოთ, ეს არის 182 პიქსელით, bottom-ით ამდენია, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივეა, ახლა თუ სტილებში იქნება რაღაც სხვაობა, ეგ აღარ არის უკვე პრობლემა. 128 შეგვიძლია ესე ზემოთ დავწეროთ და წესით ესეც არ იქნება პრობლემა. ხო რა, ანუ უბრალოდ სტილებშია შესაძლებელი, მეტი სხვა არაფერი. დანარჩენი იგივეა რა. და ერთი დარჩა ამათ შორის დაშორება კიდე. ახლა ეს არის 250, ამიტომ დავწერ, ჯერ ვნახოთ რა ქონდა წინაზე მიცემული, რომელი ელემენტზე ქონდა მარჯინი. ამაზე არა, ამაზე იქნებოდა ალბათ, ამიტომ თვითონ main-ს დავუწეროთ, რომ main-ი იქნება ზედა ნაწილისგან დაშორებული, margin top-ი 25 რემით. ოი, ეს main-ის ნაწილიც არის. მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ hero section-ი, ხო, margin bottom-ი გვიწერია და margin top-ი იყოს ამდენი. hero section-ი ხო ეგ არის. ესა აშკარად არასწორად ვაკეთებ. მე მინდა დავაშ, ეს არის offer-ების სექცია. offer section-ი. აი ეს. მგონი უფრო მეტიც უნდა, ცulis საერთოდ თუ არა. კი აშკარად ცulis, მაგრამ უფრო მეტის მიცემა გვინდა. 250. ხო. რატომ შევა, ვიცი ზომებში რატომ აიგაცდენა, მაგრამ გასაგებია ხო პრინციპი ეგ უკვე დიდად მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი
მაგ სტრუქტურის საწყობა. შეიძლება ძალიან რომ დავიღალეთ უკვე რაღაცებს ვერ ვარჩევთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივად მუშაობს. ამასაც ერთადერთი რაც შეგვიძლია ვუყოთ ისაა, რომ hero sections max ვიცი გაუზარდოთ, უკვე იყოს დაუშვათ არა 50, არამედ 60 რემი და უფრო მეტი შეგვიძლია. მაგათად 70 რემი რო გავხადოთ და ნახეთ, რასაც ვამბობდი, ეგ კონტეინერიც რო გავოდიდე, ესენიც ყოველთვის თან მიყვებიან ბოლოში. გასაგებია ხო? აბა ჯერ მითხარით აქედან რამე თუ გაუგებარია? კარგია. და ბოლოს დესკტოპშიც არაფერი ისეთი არ არის. აღარ მოგვიწევს ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა, დააკვირდით, რომ ფედინგი უკვე ძალიან გაიზარდა. ამ შემთხვევაში იცით რა არის? უფრო ფედინგი არ არის, უფრო max width-ი გახდა, ანუ უფრო დიდიც რომ იყოს ეკრანი, ეგ ყველაფერი დარჩება ერთი ზომის და აღარ გაიზარდება და როგორ შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ, ნახეთ. ჯერ ვნახოთ რა ეკრანის ზომა არის, როდის იცვლება ეგ ყველაფერი. ეგ იცვლება აბა სად არის? 1440 პიქსელზე, ხო? ამიტომ დავწერს media. ნუ არ არის აუცილებლად ასე გაწელო იყოს 1300 პიქსელიდან დაუშვათ. min width 1300 პიქსელიდან. რა ქნას რომ მოდი ბადის inline padding-ები მოვაშოროთ, padding 0 დაუწეროთ. ერთადერთი დაუწეროთ რომ max width-ი ამისი იყოს რამდენი თქვით 1200 პიქსელი, ხო? ანუ 120 რემი. მაგრამ რადგან კი ბატონო, აი ფერიც რომ მივცეთ. ესე background color red. მოცადე, ასე კი არ მივცეთ. ნუ რადგან რაღაცა საერთო ვიცი მიეცა, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უნდა გაიცენტროს. ისევ ერთი ვარიანტი რომ თვითონ ბადიც გავხადოთ display flex-ი და justify item-ი მივცეთ. ან ვცადოთ აბა ეს ვარიანტი თუ გასწორდება. ხო, ეგ არ გასწორდება. ამიტომ ბადიც იყოს display flex-ი. ეხლა ყველაფერი ხო ერთ ხაზში დადგება. flex direction column-ი მივცეთ. და align item center მივცეთ, აბა ახლა და წესით უნდა გაიცენტროს ეგ ყველაფერი. კი, ახლა ყველაფერი გაიცენტრა. გვახსოვს ხო, რომ როცა იცვლება flex direction, უკვე align item-ი x ღერძზე და x ღერძზე ასწორებს. ნუ პირიქით მუშაობს. ერთი შევხედოთ, აქ ცოტა ზომები არ მომწონს და რატომ? ეს კი ბატონო ასეა. 120 რემი. რატომ არ იზარდება ამაზე მეტი? აბა შევხედოთ ამას. შიდა ელემენტებს უბრალოდ უნდა გავუწეროთ ალბათ width 100% და მაგიტომ, აბა ვნახოთ. ეს არის body. აბა ერთი წამი ჯერ სხვანაირად ვქნათ. ესედა. margin inline auto. სო, ესე გასწორდა. ხო, ან display flex-ის გარშედაც შეიძლება. რატომ არ გაასწორა წინაზე არ ვიცი, მაგრამ ნახეთ, რომ ძალიან გაუზარდო, ყველაფერი რჩება შუაში. და ახლა რა დაგვრჩა? ერთადერთი აი ეს ფერი უკვე მგონი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ სხვა სურათიც გვაქვს მაგისთვის, სად არის body? ხო და ეს გადმოვაკოპირებ. ასე. აღარ გვინდა აქ ტაბლეტი, გვინდა დესკტოპი, არც მეორე? არა, მეორეც გვინდა იყოს, მეორეც. ხო, ცოტა შეიცვალა ეს ფერიც. ცოტა ავწიოთ, ხა. ცოტა ავწიოთ ეს. ეს მარჯვენა არის, არ გვინდა, აი ეს ავწიოთ. ხო, ნუ იდეაში ეგ არის. შეიძლება ამისი ფონტის გაიზარდა დიდი ალბათობით. სხვა დანარჩენი პარამეტრი იგივე, ამიტომ მხოლოდ ფონტს წამოვიღებ და ეს არის h1 font size 8.8 რემი. კი ბატონო, ეს გაიზარდა. ამას კიდე რას ქონდა მიცემული? მგონი hero sections ქონდა მიცემული, ხო, max width-ი. ამიტომ გაუზარდოთ 80 რემი გავხადოთ. ან 90. კი ბატონო, 90. ამათ შორის დაშორებაც თუ შეიცვალა, არ მგონია რომ შეცვლილი იყო, მაგრამ მაინც მე თუ რამე გადავამოწოთ. ტექსტის ზომა გაიზარდა, აქ რო დავწეროთ description-ი, მაგის font size-ი უკვე 2 რემია, 2 რემი ასე. აშკარად კიდე სხვა პარამეტრები შეიცვალა, ამიტომ გადმოვაკოპირებ ამ ყველაფერს. ასე. წავშალოთ ეგ, ესეც და 2 რემი დავწეროთ. რა დაიმართა ამას მართლა არ ვიცი. სადღაც ეს კიდე გვაქვს მიცემული description-ი ორ ადგილას გვაქვს.
მარა ოკეი არ ვიცი ამას დაიმართა მართლა არ ვიცი ჩავალთ და მაგნაზიამდე რო ჩავალთ მე მივხვდები რაღაცა გადმოყვა ზედმეტი description-ი ხო მარტო ამაზე მაქვს მიცემული აბა ერთი დავუბრუნებ უკან ამასაც და მართლა არ ვიცი რა სჭირს ამას ამიტომ იყოს ცოტა ხანი ესე და მე მივუბრუნდით და ამათ შორის დაშორება ნუ არის margin top-ი 20 ვნახე margin top-ი 2 რემი არა აშკარად ამაზეც მოქმედება რატომ description-ი დაუჯერს 3 ადგილას გქონდა არა footer description-ი ესეც პარაგრაფია აბა ერთია გადავიდეთ უი description-ი ამაზე იყო ამაზე არც მქონდა მიცემული კლასი მაშინ header ასე პ დავწეროთ და ამებსაც მოუშავოთ და უკვე ჩვეულებრივად იმუშავებს კი ბატონო margin top-იც აქვს ცოტა შეიძლება სხვანაირად ჩანდეს მაგრამ უბრალოდ ეკრანი რომ აქვს დაპატარავებული მაგიტომა მასე 4 რემი აქაც არის ახლა კიდევ რა ვქნათ ამათ შორის დაშორება უკვე არის 321 და ჩვენ მივეცით ეს offer-ით ეს offer section-ით margin top-ის 321 რემი კი ბატონო ხო 321-ია ხო 321 ესეც გაიზარდა ამისი ზომებიც იქნება უკვე სხვა აი ეს გადმოვაკოპიროთ mobile wrapper-ი ისე mobile wrapper-ის image და ეს ახალი ზომებია მისი რემი აქაც რემი აქაც ასე ზოგადად შეიცვალა ტოპი და ლეფტიც ალბათ შეიცვლებოდა ну ლეფტი არის ამისთვის უკვე 10.2 რემი კი ბატონო ცოტა გაიწია და ბოთომიც იყოს 171 პიქსელი ანუ ბოთომი არის 7.1 რემი ხო ну წესით ასეა დიდი ალბათობით ეგ სურათიც გვექნება გაზარდელი და შესაძლებელი მაგრამ ну ეგ არა პრობლემა ამისი ტექსტიც გაიზარდა აბა გადავიდეთ ახლა აქეთ details ჯერ ამისი ზომები წამოვიღოთ ახალი ზომები თუ აქვს რამე height არ წამოვიღებ მარტო ვიცი იმიტომ რომ height ისე ვთქვით რომ იქნება ხო ტექსტი რადგან გვაქვს შეგინი ჩაწერილი რემი ასე ხო ცოტა გაიზარდა padding-ებიც აბა ვნახოთ კი აშკარად გაიზარდა 60 და 50 არა padding-ი იგივე დარჩა მგონი იგივეა კი იგივეა ტექსტის ზომა font size აბა ერთი ვნახოთ მგონი არც ეგ არ გაიზარდა აქ 4 რემი აბა ვნახოთ თუ სადმე მქონდა გამოყენებული font size არა არ მქონდა გამოყენებული ამიტომ ცოტა გაიზარდა ჩავიდეთ ბოლოში detail-ების details h2 დავწერთ font size 4 რემი კი ბატონო ხო აშკარად გაიზარდა და ამისიც გახდა 20 და ეს იყო description font size 2 რემი ამისაც კი ბატონო დაშორებებიც ალბათ გაიზარდებოდა დავწეროთ ახლა ესე margin bottom-ი იყოს bottom-ი 20.2 რემი ამასა და ამას შორის დაშორებაც გაიზარდებოდა 4 რემია დავწეროთ ამასე margin bottom-ი იყოს 4 რემი ხო მგონი ეს წინაზე ამაზე ქონდა მიცემული ამიტომ აქ margin top-ს დავწერ ხოლმე ხო ასე ამისი ფონტის ზომა 65 არ შეცვლილა ამათ შორის დაშორება ნახოთ აბა როგორი იყო download buttons ხო margin top-ი რა აქ ახლა ამას 46 რემი ნუ დანარჩენი არაფერი არ შეცვლილა ზომებიც ეგ ყველაფერი იგივეა და ბოლოს დავუკვირდით უბრალოდ შეიცვალა ცოტა ფუტერი უყურეთ ახლა ეს კი ბატონო ერთ ლაინში ხო ჩაჯდა მაგრამ ახლა equalizer-იც გადავიდა ერთ ხაზზე და ისე ვაკაც დაგჭირდება display flex-ი რომ ყველაფერი ერთ ხაზზე დავსვათ ამიტომ display თვითონ footer-იც იქნება display flex-ი ასე რა გვაქვს ახლა ეს ასეა ჩასმული ეს ასე ნახეთ ეს ხო არის ერთი საერთო ელემენტი ხო ეგ არის ერთი საერთო ეს არის ცალკე ელემენტი ისევ გაუწეროთ ამას space between რომ ერთ ბოლოში იყოს justify content space between და მეორე ბოლოში რომ იყოს align item-ი არ უნდა იმიტომ რომ x-უ ზემოთაა ისედაც უკვე ჩასმული
ერთადერთი რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ის არის, რომ აი ეს სურათი რო გავასწოროთ, დავწეროთ footer image, აბა ვნახოთ height auto თუ გაასწორებს ამას, height auto არ გაასწორა. მოდი მაშინ align items დავუწეროთ ზემოთ, ანუ სტარტი. ხო, ანუ default-ად რო ვწერთ ყველა ელემენტს ასე წელავს ბოლომდე და stretch-ი არის მიცემული, აი stretch ეგ არის მიცემული და ასე რო არ მოხდეს, მაგიტომ სტარტი დავწერეთ, რომ უბრალოდ თავისთვის იდოს მანდ და რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. შეგვიძლია დავწეროთ, რომ footer რა ერქვა ამას? ბოლოს რა ერქვა? საერთო შვილს. footer wrapper, ხო? footer wrapper-ი რომ იყოს ჯერ background ready, რომ მოვნიშნოთ ერთი სად არის ვნახოთ კარგად. რომ ეგ იყოს დაუშვათ, ვიცი იყოს 80%. რომ ესე გაიზარდოს ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ცოტა ერთხალში არ არიან, რადგან რომელიღაცაზე აქ მაგ მიცემული მე მარჯინი დიდი ალბათობით და კი ბატონო, თვითონ footer wrapper-ზე მაგ მიცემული მარჯინი 0 რო დავწერო. ერთხალში გასწორდება ეს ყველაფერი, ამისი ზომაც არ გაიზარდა, იგივე დარჩა. ერთადერთი დააკვირდით, რომ უკვე ეს ცალკე ლინკი ცალკე აღარ დგას, ამიტომ მოვნიშნავ რა მქონდა აქ მაგისთვის footer description-ში ხონდა ხო? footer description, მაგისთვის ხომ მქონდა მიცემული display block-ი, რომ ცალკე ხაზზე დამდგარიყო მიცემ, და display inlines, რომ იმავე ხაზში დაემატოს. მაგრამ ახლა უბრალოდ იმიტომ არ ემატება, რადგან ამაზე შეზღუდული ზომა მქონდა მიცემული. მე თუ თვითონ footer descriptions დავუწერ უკვე სხვა max width, მაგალითად 30 rems. ეს ცოტა 60 რემი? ხო, აი 60 რემი. ეგ უკვე გასწორდა, მაგრამ აქ რამდენია სიმაღლე, სიგრძე უბრალოდ იყოს, დავუშვათ 400. ხო, აი 400, იყოს 420. ერთი სიტყვით რაღაცა ზომა რომ მივცე, აი 50 რომ მივცე, გასწორდება. მთავარია რომ inlines რომ მივცეთ, უკვე ერთ ხაზში იქნება ეგ ყველაფერი. დანარჩენი ეგაა, მეტი სხვა არაფერია, დარწმუნებულია აქაც რაღაცა დაშვებაც შეიცვალა. მგონი მივეცე ეგ დაშვება თუ არა. footer margin tops მივცე, margin top-ი 20.2 რემი. და მეტი სხვა არაფერია. მოდი ახლა ეს ცალკე გამოვიტანოთ. ესა ეგეთ გვერდით დავაყენოთ. და ჯერ ვნახოთ desktop-ზე. ჩვეულებრივად აი ესე ჩანს. ერთნაირი padding-ები აქვთ. body-s ფერიც გვაქვს, აქ ორი background image გვაქვს. ესე ჩვეულებრივად მუშაობს. ახლა რომ დავაპატარავო ერთადერთი ნელ-ნელა რომ დავაპატარავ, ჯერ გახდება ტაბლეტის view. ანუ უკვე ნახეთ, აი რაღაც მომენტში წყვიტავს ზრდას, ხო? იმიტომ რომ max width-ი გვაქვს მიცემული მთლიან body-ზე და ყველაფერი ეგრე იქნება ჩასმული. აქ უკვე რესპონსიული არის, ნელ-ნელა მცირდება. ნახეთ, რადგან აი თუ არ მოგწონთ აი ეს ტექსტი როგორ გადადის ამაზე, ხო? შევუმცირეთ უბრალოდ max width-ი უფრო ნაკლები დაწერეთ, ხო? მაგალითად. აი მოდის მაგალითისთვის ეს ვქნათ, ეგ სად გვაქვს გაწერილი, მეორე media query-ში იყო hero სექციაში, ხო? დავწეროთ 62 რემი მაგალითად და აი კი ბატონო, აი გაჩერდება და ამ დროსაც უკვე შეიძლება ტელეფონის ის მოვიდეს ვიციც და ასე ჩვეულებრივად ჩანდეს. აი ესეც არის ბოლოში მომრგვალებული, ამიტომ ამასაც უცებ გადმოვიტან და ეგ არის ზუსტად იგივეს მივიღებთ. სად არის ჩვენი დეტეილები? details სად არის? აი აქ. ამას border radius-ი თავიდანვე, ანუ ყველა view-ში უნდა გქონდეს, ამიტომ აქაც მოვნიშნავ details. თქვენ ამასობაში მომწევთ რამე შეკითხოთ უგაქვთ, იმიტომ რომ სხვა მეტი ასახსნელი აღარ გვაქვს. დავასეივებ და ეგ არის. ტელეფონზეც ასე ჩანს, კომპიუტერზეც შვენივრად ჩანს. ისიც რომ გავზარდო, ხო? default font size-ი ბრაუზერის large გავხადო თუ small-ი, ეგეც ყველაფერიც შეიცვლება. დანარჩენი მეტი სხვა არაფერი აქ არ არის. აბა მითხეთ რამე შეკითხოთ. კი აქვს, ეგ გავაკეთეთ, აი. ვავატებთ. ამ ბათანებზე ამბობ, მაგაცაც შეგვიძლია ვქნათ, მაგრამ შეიძლება ფერი არ შეცვალოს ამ ნაწილმა, მაგრამ თუ ჩვეულებრივი აიკონია შეგიძლია გავუწერო. მოდი აბა უბრალოდ ვცადოთ, აბა მაშინ ამაზეც გაკეთება. არ ვიცი ეს SVG-ს ახლა თუ შეცვლის, ჩვენ გვინდა აი ამისი hover-ის გაკეთება. არ მგონია, მაგრამ მაინც ვცადოთ. შეიძლება ქნას, ვინც hover-ი მაგალითად color
red რომ მიიღოს, ხო? როგორც მიხილ წითელი ფერი მიყვარს. ხო, არც ვლის, იმიტომ რომ თვითონ SVG არის შავი ფერის. ეს რო ყოფილიყო რაღაცა აიკონი, მაგ შემთხვევაში შეცვლიდნენ, მაგრამ რადგან SVG არის არ შეცვლის. ნუ შეგიძლიათ აიკონებიც მაგედან გადმოიწეროთ ინტერნეტიდან, რამე ნახოთ. აბა რა გაინტერესებთ კიდევ? რა მოგიწონათ მაგალითად ყველაზე მეტად? კარგი, მაშინ გავაჩერებ ჩანაწერი.